ათწლეულების განმავლობაში ირანი ამგვარი რაღაცისთვის ემზადებოდა. ყოველთვის ისრაელისა და სამშენდოსკენ მიფრობილი თვალებით ირანი აშენებდა საჰაერო თავდაცვას და ქმნიდა სამხედრო ძალას, რომელიც მოსალოდნელ საფრთხეს უნდა დაპირისპირებოდა. ირანმა ვერ შეძლო. აშშ-ში ირანის წინააღმდეგ ისეთი მასშტაბური რამ გააკეთა, რომ ეს ისტორიაში შევა. მე-10,000 სამიზნე ახლახან დაარტყეს და ირანს პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. 25 მარტს აშშ-ის ცენტრალური სარდნობის, ანუ CENTCOM-ის სარდალმა ადმირალმა ბრედ კუპერმა წარმოადგინა თავისი უახლესი ანგარიში იმის შესახებ, თუ რას მიაღწია აშშ-ისმა ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში დრემდე. სათაური ასევე იყო ერთ-ერთი პირველი, რაც კუპერმა თქვა, როცა განაცხადა: ჩვენ კამპანიის მეოთხე კვირაში ვართ და ვჩებით გეგმის მიხედვით. ან გეგმაზე წინ. ძალიან მკაფიო სამხედრო მიზნების მიღწევაში, რაც ირანის შესაძლებლობების აღმოფხვრას ეხება, რომ მან საზღვრებს გარეთ ძალაუფლება ეფექტურად გამოიყენოს, დაიწყო კუპერმა. შემდეგ მან ციფრი დაასახელა და თქვა: აშშ-ის ძალებმა დაარტყეს 1000-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს სინამდვილეში, მე-10,000 ირანულ სამიზნეს სულ რამდენიმე საათის წინ დავარტყით. ეხლა კუპერმა განაგრძო და განმარტა, რომ 10,000 ამერიკის რიცხვია. როდესაც ისრაელს და მის საჰაერო დარტყმებსაც დაამატებთ, კიდევ რამდენიმე 1000 სამიზნე დაირთხა. სინამდვილეში კიდევ მრავალი 1000. 13 მარტს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰიქსეტმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ერთად 15,000 სამიზნე დაარტყეს, რაც იმ დროისთვის დღეში 1000-ზე მეტ სამიზნე შეადგენდა. ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ოპერაცია მბრდღვინავი ლომის მასშტაბები და სიმძაფრე მას შემდეგ გარკვეულწილად შემცირდა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ირანს ნაკლები სამხედრო სამიზნე დარჩა დასარტყმელად. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 15,000 იყო ერთობლივი მაჩვენებელი მანამდე, სანამ კუპერი თავის განცხადებებს გააკეთებდა, წარმოუდგენელი არ არის ვიფიქროთ, რომ აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვლის შემდეგ ერთად დაახლოებით 20,000 სამიზნე დაარტყეს. მაგრამ თუნდაც ცალკე აღებული აშშ-ის მიერ დარტყმული 10,000 სამიზნე უზარმაზარი ამბავია. და რომ განმარტო, ეს არის 10,000 სამიზნე, არა 10,000 გასროლილი საბრძოლო მასალა. ეს სამიზნეები იქნება მრავალფეროვანი, დაწყებული მასიურით, როგორიცაა ირანის მიწისქვეშა სამხედრო და ბირთვული ბუნკერები, დამთავრებული შედარებით პატარა სამიზნეებით, მაგალითად დრონებით. თითოეული მათგანი წარმოადგენს ცალკეულ იარაღს ან სამხედრო ობიექტს, რომელიც განადგურდა. ყველაზე დიდი სამიზნეები სავარაუდოდ რამდენიმე საბრძოლო მასალით იქნა დარტყმული, შესაძლოა დღეების განმავლობაში რამდენჯერმეც კი, რათა ისინი მწყობრიდან გამოეყვანათ. და რასაც აქ ხედავთ, არის საჰაერო დომინირების ისეთი დონე, რომელიც არც ერთ სხვა თანამედროვე ომში არ მიღწეულა. ამერიკის მრავალფენიანი კამპანია დაიწყო დარტყმებით, რომლებიც განხორციელდა შეუმჩნეველი თვითფრინავებით, როგორიცაა B2 სპირიტი და P25. შემდეგ კი განვითარდა და მოიცვა ისეთი ძველი თვითფრინავებიც, როგორიცაა B52 და A10. მან გვაჩვენა, რომ აშშ-ს შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს ირანის წაში. ეხლა ეს შეიძლება არ ნიშნავდეს, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა დასასრულს უახლოვდება. რაც შემდეგ მოხდება, შეიძლება ისევ ყველაფერი შეცვალოს და ყველას მოულოდნელად დაათვდეს თავს, თუ აშშ-ს თავის მუქარებს შეასრულებს. მაგრამ ეხლა საკმარისია ვიცოდეთ, რომ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია, როცა აშშ-ს თავის შემდეგ ნავიჯს გეგმოს. და აშშ-ში რამდენიმე ადამიანის თქმით, ირანი ახლა სასოწარკვეთილია, რომ როგორმე დაასრულოს ოპერაცია ეპიკური რისხვა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანი შეთანხმებისთვის ეხვეწება, ხოლო აშშ შემოპასუხა 15 პუნქტიანი გეგმით, რომელიც შეიძლება ამ შეთანხმების საფუძველი გახდეს. ირანმა უპასუხა ამ განცხადებებს და განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის საუბარი არ მიმდინარეობს და აშშ საკუთარ თავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ეხლა სიმართლე შეიძლება სადღაც შუაში იყოს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანი საერთოდ არ იყოს მზად რაიმე სახის მოლაპარაკებისთვის, თუმცა შესაძლოა ის ისეთი სასოწარკვეთილი არ არის, როგორც ტრამპი ამტკიცებს. ეხლა კუპერმა თავის სტატიაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო ძალების კომბინაცია ამტკიცებს, რომ ეს ორი ქვეყანა ერთად უფრო ძლიერი. ის ასევე აღწერს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის მასშტაბებს და აცხადებს: ჩვენმა ზუსტმა დარტყმებმა ირანის საჰაერო თავდაცვა გადატვირთა, ხოლო ჩვენ საბრძოლო ფრენებს ირანის თავზე ხელშესახები შედეგები აქვს. ეხლა მოდით გადავიდეთ ამ ხელშესახებ შედეგებზე და ჩამოვთვალოთ, რას მიაღწია აშშ-მ ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში. 10,000 დასრულებული დარტყმა თავისთავად შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ბევრს არ ნიშნავს, თუ არ ვიცით, რა შედეგი გამოიღო ამ დარტყმებმა. და ამ კონტექსტში რეაქცია იცვლება. თავიდან ამბობ, ვაუ, ეს მართლაც ბევრი დარტყმა, მაგრამ შემდეგ გიქვირს, როგორ დგას ირანის რეჟიმი ამ ყველაფრის შემდეგ. მოდით ირანის რაკეტებით დავიწყოთ. ოპერაცია ეპიკური რისხვა და ოპერაცია მბრდღვინავი ლომი აშკარად კონცენტრირებული იყო ირანის რაკეტების გაშვების ადგილებზე, რომლებიც ირანის მთავარ სტრატეგიას წარმოადგენს. მეზობელი ყურის ქვეყნების დაშინებას, ბალისტიკური რაკეტების დარტყმებით, მანამ სანამ აშშ აგრძელებს თავდასხმას. ჩვენ გვაქვს გარკვეული მონაცემები იმის შესახებ, რამდენი ასეთი გამშვები დანადგარი განადგურდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ანუ IDF-მა 15 მარტს განაცხადეს, რომ ირანის რაკეტების გაშვების დაახლოებით 70% ამ დროისთვის განადგურებულია. რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს არა მხოლოდ ირანის ბალისტიკური რაკეტების სტრატეგიას, არამედ მის შესაძლებლობასაც გაუშვას ფრთოსანი და ანტიგემის რაკეტები, ასევე შეუტიოს აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო და სავაჭრო გემებს.
ეხლა Wall Street Journal-ი ისრაელის განცხადების შესახებ თავის ანგარიში უფრო კონკრეტულ რიცხვს ასახელებს და ამბობს, რომ ისრაელი ამტკიცებს, ირანმა დაკარგა თავისი 470 მობილური რაკეტსატყორცნი პლატფორმიდან 320. ეს დაახლოებით 70% შეადგენს, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები ამტკიცებენ. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაისვას კითხვები, მაგალითად, როგორ იციან ისრაელმა და აშემსეშემ ზუსტად რამდენი ასეთი მობილური რაკეტსატყორცნი პლატფორმა, როცა ირანიც ცდილობს ისინი მიწისქვეშ შეინახოს, მაინც უარყოფა შეუძლებელია, რომ ეს რიცხვი შთამბეჭდავია. და სატელიტური ფოტოები, რომლებიც გამოაქვეყნა Washington Post-მა, ამას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველი 4 კვირის განმავლობაში აშშ-ში და ისრაელმა სრულად გაანადგურეს ირანის ბალისტიკური რაკეტების 29 გაშვების ადგილი, რომელთაგან თითოეულში ათეულობით გამშვები პლატფორმა იყო განთავსებული. და მიწისზედა ობიექტები გამოყვანილია მწყობრიდან, მიწისქვეშა ობიექტები კი დაბომბილია ბუნკერგამტეხი ბომბებით და ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შეასუსტონ ირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე აშშ-შთვის, ისრაელისთვის და მათი სპარსეთის ყურის მოკავშირეებისთვის. ჩვენ ძალიან სწრაფად დავინახეთ ამ 10,000 დარტყმის ამ ნაწილის შედეგი. კუპერი თავადაც ამას ამბობს, როცა აღნიშნავს, რომ ირანის რაკეტებისა და დრონების გამშვები დანადგარები ომის დაწყებიდან 90%-ზე მეტით შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ ირანის მიერ დაგეგმილი რაკეტების მასიური გამოყენების სტრატეგია არ განხორციელდა როგორც იყო ჩაფიქრებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ირანული რაკეტები აღარ ისრება. გაშვებული დანადგარების 70%-ის განადგურება მაინც ტოვებს 20%-ს, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია სროლა, რაც დაახლოებით 140 მობილურ გამშვებ დანადგარს ნიშნავს, რომლებიც აშშ-შემ ჯერ კიდევ უნდა იპოვოს და გაანადგუროს, სანამ ირანის რაკეტები საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. ისინი ასევე თავად რაკეტებიც არიან. რაკეტები უსარდებულ ხდება გამშვები დანადგარების გარეშე, რაც სწორედ ის მიზეზია, რის გამოც აშშ-მ აირჩია ეს სტრატეგიული გზა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ აშშ-მ და ისრაელმა ჯერ კიდევ საკმარისი არ გააკეთეს ირანის რაკეტების წინააღმდეგ, თუნდაც 10,000-ზე მეტი დარტყმის შემდეგ. Guardian-ის მიხედვით, აშშ-ს დაზვერვის მონაცემებით, ირანის რაკეტების მარაგის დაახლოებით მესამედი დადასტურებულად განადგურებულია, ხოლო კიდევ ერთი მესამედი, როგორც ჩანს, დაზიანებულია, დამარხულია, ან სხვა გზით გამოუსადეგარი გახდა ამერიკის შეტევების შედეგად ირანის მიწისქვეშა გვირაბებსა და ბუნკერებზე. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან ირანის მხრიდან ასევე დადასტურებულია 1400 რაკეტის გაშვება. და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ომის დასაწყისში მოხდა, ეს გვიჩვენებს, რომ ირანი კვლავ წარმოადგენს რაკეტულ საფრთხეს. თუმცა ეს საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. მაგრამ სწორედ აქ ისვება ცვლილებები ირანის რაკეტების მიმართულებით. 10,000 დარტყმის შედეგად მწყობრიდან მხოლოდ გამშვები დანადგარები და მარაგები არ გამოსულა. აშშ-მ ასევე მიზანში ამოიღო ირანის რაკეტებისა და საზღვაო წარმოების ობიექტები, როგორც კუპერი განმარტავს. ირანს აქვს მასშტაბური საწარმოო შესაძლებლობები, რომ არა მხოლოდ დააშენოს საზღვაო ხომალდები, რაკეტები და საბრძოლო დრონები, არამედ გააუნჯობესოს და გაავრცელოს ეს ტექნოლოგიები რეგიონულ და გლობალურ მალნე მოთამაშეებთან, როგორც კუპერი განმარტავს. ის ამატებს: დღეს ჩვენ დავაზიანეთ ირანის რაკეტების, დრონების და საზღვაო წარმოების ობიექტებისა და გენდსაშენების 2/3-ზე მეტი, სანამ ის შემაშფოთებელ გაფრთხილებას გააკეთებს, რომ აშშ-ში ამ ყველაფრით ჯერ არ დასრულებულა. ირანის ფართო სამხედრო საწარმოო აპარატის ლიკვიდაციაც დღის წესრიგშია, აცხადებს კუპერი. ეხლა ეს ირანისთვის ცუდი ამბავია, რადგან ეს ნიშნავს, რომ მისი ბალისტიკური რაკეტების სტრატეგიის დარჩენილი ნაწილი ეხლა დროის შეზღუდვაზეა. როდესაც უფრო მეტი გაშვების და წარმოების ობიექტი განადგურდება, ირანის ყოველი მომდევნო რაკეტის გაშვება ხდება მარაგიდან, რომელიც ვეღარ შეივსება. ეს მხოლოდ იმაზე არ არის, რაც ირანს უკვე აქვს. აშშ-ს ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რასაც ირანი შეიძლება მომავალში აშენებას შეეცადოს, რაც ნიშნავს, რომ ის გრძელვადიან პერსპექტივაში ანგრევს რეჟიმის რაკეტებზე ორიენტირებულ დოქტრინას. ეხლა ჩვენ ვახსენეთ, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ 10,000 დარტყმას შორის იყო თავდასხმები ირანის გემთმშენებლობისა და საზღვაო წარმოების ობიექტებზე. საზღვაო მიმართულებით კიდევ ბევრია მოსაყოლი. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ამაზე ბევრად მეტი გვაქვს თქვენთვის, ასე რომ გამოიწერეთ არხი, თუ ჩვენი არხის ანალიზი თქვენთვის ღირებულია. საზღვაო წარმოების ობიექტების გარდა, აშშ-მ ასევე ყურადღება გაამახვილა ირანის არსებული საზღვაო შესაძლებლობების მაქსიმალურად განათრად განადგურებაზე. ჩვენ ხედავთ მსგავს სტრატეგიას, როგორც ირანის რაკეტებთან მიმართებაში იყო გამოყენებული. ჯერ არსებული რესურსების განადგურება, შემდეგ კი იმ ობიექტების დანგრევა, სადაც ახალი შეიარაღების წარმოება შეიძლებოდა. ეხლა რაც შეეხება უკვე არსებულს, ან შეიძლება ითქვას ადრე არსებულს, Times of Israel უთხრება, რომ აშშ-მ ირანის საზღვაო ფლოტის დიდი ხომალდების 92% ჩაძირა. ეს პროცენტი სავარაუდოდ მოიცავს ფრეგატებს, წყალქვეშა ნავებს და ირანის თვითნაკეთ ავიამზიდებს, მაგრამ შესაძლოა არ ეხება სწრაფშეტევით კატერებს, რომლებსაც ირანი ჰორმუზის სრუტეში ქაოსის შესაქმნელად იყენებდა. მაინც ირანის დიდი ხომალდების 92% გვიჩვენებს, რომ რეჟიმის საზღვაო ძალა სულ მცირე ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით განადგურებულია. პენტაგონის მონაცემებით 26 მარტისთვის სულ 130 ხომალდი იყო განადგურებული, თუმცა გაურკვეველია, რამდენი მათგანი იყო უკვე ნახსენები დიდი ხომალდი და რამდენი მოდის სწრაფ კატერებსა და სხვა ირანულ ხომალდებზე, მაგალითად მიზღადირის კლასის პატარა წყალქვეშა ნავებზე.
ჩვენ ვიცით, რომ 130 ხომალდში შედის 40 ნაღმფენი და 11 წყალქვეშა ნავი და რომ ირანი იყენებდა თავის სწრაფ კატერებს ნაღმების დასაგებად ჰორმუზის სრუტეში. ამერიკის მიდგომა ამ ეტაპზე ასეთია. ყველაფერი, რაც ირანისთვის ზღვით გადაადგილდება, ლეგიტიმურ სამიზნედ ითვლება. ისევე როგორც რაკეტების შემთხვევაში, არასწორია იმის თქმა, რომ ირანის საზღვაო ძალები აღარ წარმოადგენს საფრთხეს. რაკეტების შემთხვევაში ირანი დაბრუნდა სტრატეგიაზე, სადაც ის ახორციელებს მცირე და ზუსტ გაშვებებს, რაც მაინც აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს გარკვეული საფრთხე. რაც შეეხება ბრძოლის საზღვაო ნაწილს, ირანს არასდროს შეეძლო რეალურად დაპირისპირებოდა იმ ავიანზიდებსა და მათთან დაკავშირებულ სამხედრო გემებს, რომლებიც აშშ-ში მოიყვანა სპარსეთის ყურის რეგიონში. არასწორად ნუ გაგვიგებთ, რეჟიმს ნამდვილად არ სურდა თავისი სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავების ასეთი დიდი რაოდენობის დაკარგვა. მიუხედავად ამისა, ირანის მიზანი ყოველთვის იყო ასიმეტრიული საზღვაო ბლოკადის სტრატეგიის გამოყენება ჰორმუზის სრუტეში და ეს არის პრობლემა, რომელსაც აშშ-ს ჯერ კიდევ უწევს გამკლავება. ეხლა რადიო თავისუფალი ევროპა, ანუ რადიო თავისუფლება, ამაზე მიუთითა 12 მარტის სტატიაში, სადაც აღნიშნა, რომ ირანის ტრადიციული საზღვაო ფლოტი პრაქტიკულად აღარ არსებობდა. მაგრამ ჰორმუზის სრუტისთვის საფრთხე არ გამქრალა. მარტის ბოლოს ბევრი არაფერი შეცვლილა. ირანის სწრაფი ნავები და პატარა წყალქვეშა ნავები კვლავ ესმიან თავს სავაჭრო გემებს ამ სრუტეში, ისევე როგორც მათი დრონები და ანგემოსაწინააღმდეგო რაკეტები. აქ რაოდენობაზე არ არის საუბარი. ირანს არ სჭირდება ყველა გემზე თავდასხმა, რომელიც ცდილობს გაიაროს ინცკლის გზაზე, საიდანაც მსოფლიოს ნავთობის 20% გადის. დრო და დრო თავდასხმებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გზავრობა იმდენად სახიფათო გახდეს, რომ სადაზღვევო კომპანიები აღარ გადაიხდიან თანხას, ხოლო გემის კაპიტნები აღარ იტყვიან არაფერს. პირველმა 10,000 დარტყმამ ირანის ტრადიციული საზღვაო ძალები პარალიზებული დატოვა. შემდეგი 10,000 დარტყმა სავარაუდოდ უფრო დიდ ყურადღებას გაამახვილებს ირანის საზღვაო მიდგომის ასიმეტრიულ ასპექტებზე. მაგრამ ამ დროისთვის შეიძლება გაიფიქროთ, როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი აშშ-ისთვის. დიახ, აშკარად ჰქონდა დომინანტური საჰაერო ძალები ჯერ კიდევ ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე, მაგრამ ირანს უნდა ქონოდა ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შეაჩერებდა აშშ-ს. ეს ქსელი ჩავარდა და საწყისი დათმები, რომლებიც 10,000-ის ნაწილს წარმოადგენდა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. საჰაერო უპირატესობა მიღწეულია და ირანის საჰაერო თავდაცვის რიცხვები ყველაფერს ნათელს ხდის. ეხლა უკვე 5 მარტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებდნენ, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაახლოებით 80% გამორთული იყო, ან თავად სისტემების პირდაპირი განადგურებით, ან რადარების დარტყმებითა და კიბერშეტევებით. იმ მომენტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს დაახლოებით 2500 დარტყმა და გამოიყენეს დაახლოებით 6000 საბრძოლო მასალა. რაც თავად გვაძლევს წარმოდგენას, რამდენი იარაღი შეიძლება გამოიყენებინა აშშ-ს თავის 10,000 დარტყმისას. ეხლა მარტივი მათემატიკით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ-მ შეიძლება გამოიყენეს დაახლოებით 24,000 საბრძოლო მასალა 10,000 სამიზნის დასაბრუნებლად. თუმცა ეს ვარაუდობს, რომ ისინი იგივე რაოდენობის საბრძოლო მასალას იყენებენ, როგორც ისრაელი. მას შემდეგ ირანის საჰაერო თავდაცვის ფრონტზე ბევრი არაფერი შეცვლივა. არც არის ამის დიდი საჭიროება, რადგან მისი ქსელის 80% უკვე გამორთულია. ირანს უწევს ცისდაცვა ცალკეული სისტემებით, რომლებიც ძალიან გაფანტულია და ხშირად ვერ უმკლავდება იმ საფრთხეს, რომელსაც აშშ-ში ჰაერიდან უქმნის. ირანის საჰაერო თავდაცვის ადრეულმა განადგურებამ შექმნა საჰაერო უპირატესობა, რომელმაც გზა გაუხსნა იმ 10,000 სამიზნეზე დათმას, რაზეც კუპერი საუბრობს. ეხლა კიდეც კი კიბა არნიშნავს, რომ საჰაერო უპირატესობა იმდენად გაიზარდა, რომ ამერიკას უკვე შეუძლია თავისი B-52 ბომბდამშენების ძალით ირანში დიდი რაოდენობით დარტყმები განახორციელოს და აჩვენოს ჩვენი შეუდარებელი დომინირება ჰაერში. ეს განცხადება ბევრს ამბობს, რადგან B-52 შორს არის იმ ყველაზე თანამედროვე ბომბდამშენისგან, რაც აშშ-ს არსენალში აქვს. პირველად 1950-იან წლებში აფრინდა, B-52 არ არის უხილავი და ის არც ისეთი ტექნოლოგიურად განვითარებულია. ამ ბომბდამშენის მთავარი უპირატესობა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის ტევადობა, რომელიც შეიძლება ირანში მასობრივად ჩამოაგდო. თუ ირანის საჰაერო თავდაცვა ჯერ კიდევ ეფექტური იქნებოდა, ეს ბომბდამშენი ვერ შეძლებდა ქვეყნის ცაში მოქმედებას. B-52 ძალიან დიდია და ძალიან ადვილად შესამჩნევია, თუნდაც ირანის ქსელში შემავალი ძველი რუსული და ჩინური საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ის ფაქტი, რომ ის საერთოდ დაფრინავს, აჩვენებს, რამდენად სულად გამოთიშეს ირანის საჰაერო თავდაცვა თამაში და იგივე შეიძლება ითქვას A-10-ებზე და აპაჩის ვერტმფრენებზე, რომლებიც აშშ-მ ჰორმუზის სრუტეში განათავსა. ორივე მათგანს შეუძლია მრავალჯერადი მისიის შესრულება, რადგან ირანის მხრიდან მათთვის არსებული საფრთხე ახლა მხოლოდ რამდენიმე იზოლირებულ საჰაერო თავდაცვამდეა დაყვანილი. და ასეთი ტიპის საჰაერო ხომალდების ჩათვით აშკარაა, რომ აშშ-მ ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში ქირურგიული სიზუსტიდან უხეშ ძალაზე გადაინაცვლა. 10,000 სამიზნის დაზიანება და ეს რიცხვი იზრდება იმის გამო, რომ ირანის საჰაერო თავდაცვა იმდენად სუსტია, რომ აშშ-ს შეუძლია ქვეყანაში სტელს ტექნოლოგიის არ მქონე თვითმფრინავები დიდი საბრძოლო თვიხით შეიყვანოს. მაგრამ შესაძლოა, ამერიკის საჰაერო სტრატეგიას პრობლემა ჰქონდეს. ვიდეოს დასაწყისში გითხარით, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგი ეტაპი შეიძლება ყველაფერს შეცვლიდეს. გაზეთი გარდიანი ამას უფრო ცინიკულად აფასებს 26 მარტის სტატიაში, სადაც ამტკიცებს, რომ აშშ-ს შეიძლება ქონოდა ილუზია, თითქოს მარტივი საჰაერო გამარჯვება იყო შესაძლებელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ირანი ჯერ კიდევ არ დამორჩილებია მისი 10,000 დათმის მასშტაბურ ძალას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აშშ შეიძლება ვერ შეძლოს მხოლოდ საჰაერო ძალით გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტური იყო ეს ძალა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების თვალსაზრისით. აშშ შეიძლება მოუწიოს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და ეს ნიშნავს სახმელეთო ჯარების შეყვანას. ახლა იდეალურ შემთხვევაში აშშ არ დაასრულებს ირანში ჯარისკაცების გაგზავნით. ტრამპმა თავად უკვე განაცხადა, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა დასასრულს უახლოვდება და არსებობს რამდენიმე გამოსავალი, რომელსაც აშშ ირანს თავაზობს. 15 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ადრე ვახსენეთ, ერთ-ერთი ასეთია, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ის ზიანი, რაც აშშ-მ 10,000 ობიექტზე დათმით მიაღენა, საკმარისი იქნება ირანის რეჟიმის დასაშინებლად და აიძულებს მას დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც შეზღუდავს მის ძალაუფლებასა და ბირთვულ ამბიციებს. ეს შეთანხმება ასევე გახსნის ჰორმუზის სრუტეს, რომელიც ირანის ხელში დარჩენილი ერთადერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. მაგრამ თუ ეს გამოსავალი არ იმუშავებს, მეორე გამოსავალზე მინიშნება გააკეთა თეთრი სახლის პრეზიდენტმა კაროლინ ლევიტმა 25 მარტს. როდესაც თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ ბლეფობს და მზად არის ჯოჯოხეთი დაატრიალოს. ირანმა აღარ უნდა დაუშვას არასწორი გათვლა. დაეთანხმეთ სამშვიდობო გეგმას ან აშშ-ში ჯარს შემოიყვანს. აშშ-ში უკვე ემზადება ამ შესაძლებლობისთვის და ამ ვიდეოს შექმნის დროს 82 საჰაერო დესანტის დივიზიის პარაშუტისტები ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებოდნენ. აშშ-მ ასევე განათავსა 2 საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფი, ანუ MU-ები, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე ჩამოვიდა ამფიბიური შეტევის ჯგუფთან ერთად, რომელსაც USS ტრიპოლი ხელმძღვანელობს. ეს ნიშნავს, რომ უკვე 3500 ამერიკელი ჯარისკაცი, მათ შორის დაახლოებით 2000 საზღვაო ქვეითი, უკვე სპარსეთის ყურეში იმყოფება. მეორე MU-ს ჩამოსვლა დაახლოებით გაორმაგებს ამლიცვებს და შესაძლოა იქ იყოს 3000-მდე პარაშუტისტი. ეს არის სახმელეთო შეთრის ძალა, მაგრამ ის საკმარისად დიდი არ არის, რომ ირანის ძირითად ტერიტორიას გაუმკლავდეს. მათი სავარაუდო სამიზნეები იქნება ჰორმუზის სრუტის გარშემო და შიგნით მდებარე კუნძულები, რომელთა კონტროლსაც აშშ შეიძლება ისახავდეს მიზნად, როგორც სრუტის ძალით გახსნისთვის, ასევე ირანის ეკონომიკაზე დიდი ზეწოლის მოსახდენად. Washington Post-ი უწყება, რომ პენტაგონმა მოამზადა სტრატეგიები ირანში რამდენიმე კვირიანი სახმელეთო ოპერაციებისთვის, რაც სავარაუდოდ მოიცავს ირანის მთავარი ნავთობის ჰაბის, კარგის კუნძულის დაკავებასაც. თუმცა დონალდ ტრამპს ამ გეგმებისთვის ჯერ კიდევ არ მიუწია თანხმობა. აშკარაა, რომ აშშ ელოდება ირანის შემდეგ ნაბიჯს. შესაძლოა ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ბაგა ღალიბაფმა უკვე მიანიშნა რა იქნება ეს ნაბიჯი. BBC-მ 29 მარტს ოპერაცია ეპიკური რისხვის პირდაპირი რეპორტაჟის დროს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღალიბაფის თქმით, ირანი ელოდება როდის შევლენ ამერიკელი ჯარისკაცები ხმელეთზე, რათა ცეცხლი დაატეხონ მათ. ახლა ირანის სტრატეგია ნათელია. მისმა რეჟიმმა მოახერხა გადარჩენა მას შემდეგ, რაც აშშ-მ ჰაერიდან 10,000 სამიზნე დაარტყა. ეხლა ის ცდილობს გაძლოს, რათა აიძულოს სახმელეთო ოპერაცია, რაც ზრდის რისკს, რომ აშშ-ის ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს მეტი პერსონალი დაეღუპოს. სახმელეთო ჯარების შეყვანა თითქმის გარდაუვალია, თუ ძალიან მალე რაიმე დრამატული არ შეიცვლება. დურანის რეჟიმმა ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს. ეს არის 10,000 დარტყმა და ეს რიცხვი იზრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 10,000 სამიზნე უკვე განადგურებულია. თუ ამერიკის საზღვაო ქვეითები და პარაშუტისტები ირანის ტერიტორიაზე შევლენ, დიდი ალბათობით ამას რაკეტებისა და ბომბების ცეცხლში გააკეთებენ. ეს სავარაუდოდ მიზანში ამოიღებს ყველაფერს. ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ნარჩენებიდან დაწყებული, იმ ჯარისკაცებითა და ჯავშან ტექნიკით დამთავრებული, რომელსაც ირანი ამერიკის სახმელეთო ძალების წინააღმდეგ განალაგებს. თუ სახმელეთო ძალები ჩაერთვებიან, ეს შეიძლება დიდი საფრთხე იყოს კარაგის კუნძულისათვის. როდესაც აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ირანზე შეტევა დაიწყეს, მათ წინ მხოლოდ ირანის საჰაერო თავდაცვა არ იდგა. თეირანს კიდევ ერთი საინტერესო კოზირი ჰქონდა, ეგრეთ წოდებულ მსოფლიო დონის საჰაერო თავდაცვის იარაღი, რომელიც პეკინის წყალობით მიიღო. HQ-9B. HQ-9 ის გრძელდისტანციური საზენიტო სარაკეტო სისტემის ვერსია. სამწუხაროდ ირანისა და ჩინეთისთვის სისტემა მოლოდინებს ვერ გაამართლა. ის სრულიად განადგურდა ამერიკული საჰაერო დარტყმების სიმძიმისა და ინტენსივობის ქვეშ, რაც დაამტკიცა, რომ ეს იყო უბრალოდ ძვირადღირებული და სამარცხვინო მარცხი. რაც შეეხება ჩინეთს, ეს არ უნდა მომხდარიყო. HQ-9 ჩინეთის თავდაცვის სექტორის ერთ-ერთ ფლაგმანურ პროდუქტად ითვლება. ამ სისტემაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყო, ხოლო სრულმასშტაბიანი განვითარება მალევე 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მას შემდეგ გამოშვებულია რამდენიმე მოდელი, მათ შორის ორიგინალური HQ-9 და საზღვაო ვერსია HHQ-9. ოდნავ გაუმჯობესებული HQ-9A, რომელიც 2001 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და HQ-9B, რომელსაც გაზრდილი მოქმედების რადიუსი და გაუმჯობესებული ტექნოლოგიები ჰქონდა. ჩინეთის გარდა რამდენიმე სხვა ქვეყანამაც დააბანდა და ამჟამად იყენებს HQ-9 სისტემებს, მათ შორის პაკისტანი, ეგვიპტე, აზერბაიჯანი და ირანი. და ადვილი გასაგებია, რატომ არის ამ სისტემით ასეთი დიდი ინტერესი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან მთელ მსოფლიოში, რადგან ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ის თავიანთ საჰაერო თავდაცვის სექტორში მართლაც გამორჩეულ პროდუქტად წარმოაჩინეს. მათ განაცხადეს, რომ ეს სისტემა იგივე სტანდარტით მუშაობს, როგორც რუსული S-300, რომელიც დიდი ხანია საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემების სიაშია.
ოფიციალური პირები ასევე ამაყობდნენ იმით, რომ HQ-9 გარკვეულ ასპექტებში აჭარბებს ამერიკულ Patriot სისტემას, რომელიც ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემად ითვლება. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მის შთამბეჭდავ სიშორეზე, რადგან HQ-9B ვერსიას შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა დაახლოებით 160 მილის, ანუ 260 კილომეტრის მანძილზე. ასევე ფაზური ანტენის რადარის სისტემაზე, რომელიც საშუალებას აძლევს ერთდროულად 100-მდე მიზნის თვალყურის დევნებას და ერთდროულად 6-დან 8 მიზანზე შეტევას. HQ-9-ის სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებია ვერტიკალური ცივი გაშვება და 360 გრადუსიანი ყოვლის მომცველი დაფარვა. და ამბობენ, რომ მისი რაკეტები აღწევს სიჩქარეს Mach 4-ზე მეტს, ანუ 3000 მილი/საათში, ხოლო საბრძოლო თავები იწონის დაახლოებით 400 ფუნტს, ანუ 180 კილოგრამს. თეორიულად, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც იყენებს ასეთ სისტემას, უნდა გაუმარტივდეს თავისი საჰაერო სივრცის დაცვა და ყველაზე ღირებული ობიექტებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვა, რაც გაანეიტრალებს მტრის თვითმფრინავების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების საფრთხესაც. შინეთს აშკარად სჯერა HQ-9-ის ეფექტურობის, რადგან მას იყენებს თავისი საზღვრებისა და მის ფარგლებს გარეთ რამდენიმე სტრატეგიული ტერიტორიის დასაცავად, ისეთ ადგილებში, როგორიცაა პეკინი, ტიბეტი და სამხრეთ ჩინეთის ზღვა. მაგრამ ერთი რამეა, ტექნიკური მახასიათებლებით ტრაბახი და იმის მტკიცება, რომ შენი სისტემა მსოფლიოს საუკეთესოებს გაუტოლდება. სრულიად სხვა რამეა, როცა მას რეალურ საბრძოლო პირობებში ამოწმებ. აი მაშინ იგებ, ღირდა თუ არა ეს აჟიოტაჟი და მართლაც შეუძლია თუ არა იარაღს ან აღჭურვილობას თავისი პოტენციალის რეალიზება. თუ უბრალოდ ბევრი ხმაურია და ტრაბახი, რომელიც პირველივე საფრთხეზე მარცხისთვისაა განწირული. და ირანი დიდი მედებს ამყარებდა HQ-9-ზე, რომ ის შეძლებდა თავის გამოჩენას და თავის შესაძლებლობების დამტკიცებას, როცა ამის დრო დადგებოდა. ქვეყნის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ირანმა ამ სისტემების მნიშვნელოვანი რაოდენობა 2025 წელს მიიღო. 12 დღიანი ომის შემდეგ თვეებში, რომლის დროსაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა მოულოდნელი დარტყმა მიაყენეს ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს, მრავალი სამხედრო ლიდერი, ბირთვული მეცნიერი და პოლიტიკოსი, ასევე ირანის მოქალაქეები დაიღუპნენ. 2 კვირაზე ნაკლებ დროში, ამ ინტენსიური თავდასხმის შემდეგ, აშკარად შეშფოთებულმა ირანმა გადაწყვიტა გაეძლიერებინა თავისი თავდაცვა, რათა მომზადებულიყო კიდევ ერთი ისრაელის ან ამერიკის თავდასხმისთვის. მან არამხოლოდ შეიძინა რამდენიმე ჩინური HQ-9 სისტემა, რისთვისაც პეკინთან ნავთობი იარაღის გაცვლის შეთანხმება გააფორმა, არამედ დაიწყო მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის ქსელის შექმნა მთელ თავის ტერიტორიაზე. ეს ქსელი შედგებოდა ადგილობრივად შექმნილი პლატფორმებისგან, როგორიცაა ბავარ 373 და ქორდათ 15. ასევე იმპორტირებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან, როგორიცაა რუსული პანცირ S1 და S300. ირანს ასევე ჰქონდა მრავალი მობილური თავდაცვის სისტემა, რომელსაც შეეძლო სწრაფად გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში და სტრატეგიული პოზიციების დაკავება იქ, სადაც ეს საჭირო იყო. ამდენი ძლიერი ტექნოლოგიისგან შემდგარი საჰაერო თავდაცვის ეს ქსელი შეიძლებოდა და ალბათ უნდა გაეხადა ირანის საჰაერო სივრცე თითქმის შეუღწევადი. ეს ეხმარებოდა ქვეყნის რეჟიმს დაეცვა მისი ყველაზე ღირებული და სტრატეგიული ადგილები, როგორიცაა თეირანში უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის კომპლექსი, ასევე სხვადასხვა ბირთვული ობიექტები, სამხედრო ბაზები და აეროდრომები. და HQ-9 ალბათ უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, რომელიც ათეულობით ამერიკულ და ისრაელის თვითმფრინავსა და რაკეტას დააფიქსირებდა და თითოეულს სწრაფად და ეფექტურად გაანადგურებდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა დაიწყეს შეტევა. ისრაელის F-15 გამანადგურებელი თვითმფრინავები ცაში აფრინდნენ და სპაროვის რაკეტები და სხვა ზუსტი საბრძოლო მასალა გაუშვეს მნიშვნელოვან ობიექტებზე, მათ შორის ალი ხამენეის რეზიდენციაზე, რის შედეგადაც უმაღლესი ლიდერი კონფლიქტის პირველ საათებში მოკლეს. ისრაელმა ასევე წარმატებით გაანადგურა ირანის მრავალი სხვა მაღალჩინოსანი, მათ შორის ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სარდალი, ირანის თავდაცვის მინისტრი და ხამენეის რამდენიმე უახლოესი მრჩეველი. ამასობაში აშშ-ში გამანადგურებლები და ბომბდამშენები ასევე შეიჭრნენ ირანის საჰაერო სივრცეში და რამდენიმე საათში ასობით ობიექტზე მიიტანეს იერიში. ირანის 21 პროვინციიდან 20-ზე მეტში მდებარე ობიექტებმა სრულად იგრძნეს ამერიკული ბომბებისა და რაკეტების ძალა, ბაზები, კომპლექსები, ინფრასტრუქტურა და სამხედრო რესურსები, როგორიცაა რადარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, ან მთლიანად განადგურდა, ან კი ნანგრევებისა და ხანძრის კეკერებად იქცა. ყოველი გასული წუთის შემდეგ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდებოდა აფეთქებებსა და განადგურებაზე. ირანის რესურსები სისტემატურად ნადგურდებოდა, ერთის შემდეგ ერთი, ხოლო მისი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ასე ფრთხილად იყო აგებული და რომელიც მსგავსი თავდასხმებისგან ქვეყნის დაცვას უნდა უზრუნველყოფდა, არსად ჩანდა. ირანის მეთაურებს ეს არ შეუმჩნევიათ.
მათ იცოდნენ, რომ ამერიკული და ისრაელის ავიადართმების ინტენსივობის გამო გარდაუვალი იყო გარკვეული დანაკარგები, მაგრამ მაინც ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ საპასუხო დარტყმის მიყენებას და მოწინააღმდეგისთვის ზიანის მოყენებას. და ისინი სწორედ HQ-9-ზე იყვნენ დამოკიდებული, რომ ეს შეძლებოდათ. ბოლოს და ბოლოს ეს სისტემა უნდა შეძლებოდა, რომ 150 მილის დაშორებიდანაც კი აღმოეჩინა საჰაერო საფრთხეები. მას უნდა შეძლებოდა ისრაელის თვითფრინავებისა და ამერიკული რაკეტების დაფიქსირება მათი მიზანში მოხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე. გაეშვა საკუთარი გამანადგურებელი რაკეტები, სისწრაფითა და სიზუსტით, რათა შეეჩერებინა ისინი, გადაერჩინა სიცოცხლეები და დაეცვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მისი ფაზური ანტენის რადარის სისტემა უნდა აძლევდეს საშუალებას ერთდროულად რამდენიმე ათეული მტრის ობიექტის დაფიქსირებასა და თვალყურის დევნებაზე. მიწის ჯარებისა და სხვა სისტემებისთვის ფასდაუდებელი დაზვერვის მიწოდებას, ირანს კი იმ მონაცემების მიცემას, რაც საჭირო იყო შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად და მნიშვნელოვანი საპასუხო ზომების გასატარებლად. მისი მაღალი სიჩქარის რაკეტები, რომლებიც 4-ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობენ ვიდრე ბგერის სიჩქარე და აღჭურვილია თანამედროვე ნავიგაციისა და დამიზნების ტექნოლოგიებით, უნდა შეძლებდეს მტრის შეტევების ჩაჭრას ან ამერიკული თვითფრინავების ციდან ჩამოგდებას განსაკუთრებული სივრთულის გარეშე. ამის ნაცვლად HQ-9 თითქმის სრულიად გამოუსადეგარი გახდა ბრძოლის პირველივე წამებიდან. და ეს ყველაფერი გამოწვეულია ამ სისტემის ერთი სერიოზული სისუსტით, მისი მოწყვლადობით ელექტრონული ომის მიმართ. სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს ცნობით, აშშ-ს გამოიყენა თავისი Boeing EA-18G Growler-ის ელექტრონული ომის თვითფრინავები, რათა დაებლოკა ირანის რადარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამით შეიქმნა უსაფრთხო ზონები და მარშრუტები გამანადგურებლებისა და ბომბდამშენებისთვის, რათა ისინი თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ შიშის გარეშე, რომ მათ ესროდნენ ან გაანადგურებდნენ. ბევრი თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა შექმნილია და განვითარებულია ელექტრონული ომის გათვალისწინებით და აღჭურვილია საკუთარი ჭკვიანი საწინააღმდეგო საშუალებებით, რათა გაუმკლავდეს ჩახშობას ან სიგნალის ჩარევას. თუმცა როგორც ჩანს, HQ-9 სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი უხილავი შეტევისთვის. Growler-ების ძლიერი ელექტრომაგნიტური ჩარევის პირობებში სისტემის კომუნიკაციები ჩაიშალა. მათ ვერ შეძლეს შეუფერხებლად დაკავშირებოდნენ სარდლობის ცენტრებს, რის გამოც ერთდროულად ბრმებიც და ხროუბიც გახდნენ წამში. ამის შემდეგ სისტემის ფართოდ რეკლამირებული ფაზური ანტენის რადარები ვერ მუშაობდნენ როგორც საჭირო იყო. ისინი უნდა ყოფილიყვნენ უნარიანები ერთდროულად 100 სამიზნის თვალთვალში, მაგრამ ძლივს ახერხებდნენ ერთ სასამიზნეზეც კი ჩაკეტვას. ჩარევის სიგნალებმა მათი ეკრანები ცრუ სამიზნეებით აავსო. მაშინ როცა ნამდვილი სამიზნეები F-35-ის გამანადგურებლებისა და Tomahawk-ის რაკეტების სახით შეუმჩნევლად გაიარეს. დაბრმავებული, პარალიზებული და უუნარო, ზუსტად ამოეცნო მტრის რომელიმე სამიზნე, მით უმეტეს რომ ცეცხლი გაეხსნა მათზე. HQ-9-ები აღარ წარმოადგენდნენ არაფერს, გარდა უკიდურესად ძვირადღირებული, მაგრამ სრულიად არაეფექტური ლითონის გროვებისა, რომლებიც ამერიკული და ისრაელის ძალებისთვის მარტივი სამიზნეები გახდნენ. და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ამ სისტემებმა მოლოდინები ვერ გაამართლეს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, მსგავსი კიდევ ბევრია. ასე რომ, თუ military shows-გან სარგებელს იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. ეხლა HQ-9-ის კატასტროფული მარცხი ირანში რეალურად მისი მეორე გახმაურებული ჩავარდნა ამ დროისთვის. 2025 წლის მაისში პაკისტანმა ამ სისტემებიდან რამდენიმე გაანადგურა, რათა დაეცვა თავისი ბაზები და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სტრატეგიულ ადგილებში, როგორიცაა ქარაჩი და ჰური. ინდოეთის ოპერაცია სინდორის შეტევების წინააღმდეგ. პაკისტანელი მეთაურები იმედოვნებდნენ, რომ მაღალ შეფასებული ჩინური HQ-9 საკმარისად განძლე იქნებოდა ინდოეთის სარაკეტო შეტევებთან გასამკლავებლად. ისინი შეცდნენ. ისევე როგორც ისრაელმა და აშშ-მ შეძლეს ირანის დაბომბვა, მიუხედავად მისი მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის ქსელისა, ინდოეთის სამხედროებმა მოახერხეს მრავალი ობიექტის დაბომბვა პაკისტანის სხვადასხვა რეგიონში და მტრის თავდაცვა შედარებით მარტივად გატეხეს. ინდოეთმა გონივრულად გამოიყენა ისრაელის ელექტრონული ომის ტექნოლოგიები პაკისტანის რადარებისა და კომუნიკაციების დასახშობად, რის შედეგადაც მისი საჰაერო თავდაცვის ნაწილი, მათ შორის HQ-9, უსარგებლო გახდა. შემდეგ ინდოეთმა განახორციელა კამიკაძე დრონების შეტევებისა და ბრაჰმოსის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების დარტყმების კომბინაცია, რამაც მასშტაბური განადგურება გამოიწვია. თუ ჩინეთის განცხადებები HQ-9-ის შესახებ სიმართლე იყო, მაშინ ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო. HQ-9-ს არ უნდა გასჭირვებოდა შორიდან მომავალი საფრთხეების აღმოჩენა და თავისი მაღალი სიჩქარის რაკეტების გაშვება მათ გასანადგურებლად. ამის ნაცვლად ეკრანების სავსე იყო ხმაურით. რადარები დაბრმავდა და რაკეტები ვერ გაეშვა, რადგან მკაფიო სამიზნეები არ იკვეთებოდა. ამ ინციდენტის შემდეგ ჩინური სისტემების დამცველებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ეს ოპერატორის შეცდომის ან იმ ფაქტის შედეგი იყო, რომ HQ-9 უცნობ გარემოში იყო განთავსებული, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა იმ ადგილისგან, სადაც მისი გამოყენება ჩინეთში იყო განზრახული.
ეხლა კი HQ9-მა არა ერთხელ, არამედ ორჯერ ვერ იმუშავა. ორ სრულიად განსხვავებულ ადგილას და ორ სრულიად განსხვავებულ მტრის ძალასთან. ეს უბრალოდ ვერ გამართლდება, ან უიღბლო შემთხვევად ვერ ჩაითვლება. ცხადად ჩანს, რომ ეს საჰაერო თავდაცვითი სისტემები, მიუხედავად მთელი ხმაურისა და ქედმაღალი განცხადებებისა, რომლებიც მათ შთამბეჭდავად წარმოაჩენდნენ, უბრალოდ არ შეესაბამებიან თავიანთ დანიშნულებას. და ამის ნაწილი გამოცდილებაზე მოდის. მსოფლიოს საუკეთესო საჰაერო თავდაცვითი სისტემებია ისინი, რომლებმაც რეალურ საბრძოლო პირობებში არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი სანდოობა. ისრაელის რკინის გუმბათი მაგალითად წლების განმავლობაში მრავალი მტრის ძალის შეთევას გაუძლო. დაიცვა მილიონობით ადამიანი ისეთ ქალაქებში, როგორიცაა იერუსალიმი და თელ-ავივი და აღკვეთა უზარმაზარი ზიანი და განადგურება. ASHS-ის პატრიოტის სისტემამაც თავი გამოიჩინა განსაკუთრებული ეფექტურობით, როდესაც ნამდვილი ცეცხლობით ნამდვილი ცეცხლოვანი გამოცდა გაიარა 1990-იანი წლების დასაწყისში სპარსეთის ყურის ომში. შემდეგ კი ფართოდ გამოიყენებოდა ASHS-ის მიერ ერახში შეჭრისას 2000-იან წლებში და სხვა სხვადასხვა კონფლიქტებში. ის ასევე გამოიყენეს რუსეთ-უკრაინის ომში, სადაც უკრაინას დაეხმარა თავისი ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სამხედრო ობიექტების დაცვაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან. იმის გამო, რომ ეს სისტემები ასე ფართოდ გამოიყენებოდა და დიდი გამოცდილება აქვთ, არსებობს საბრძოლო მონაცემების უზარმაზარი რაოდენობა, რომელსაც ოპერატორები იყენებენ მომავალი სტრატეგიების დასაგეგმად და ამ საჰაერო თავდაცვითი სისტემებისგან კიდევ უფრო მეტი სარგებლის მისაღებად. ეს თავის მხრივ საშუალებას აძლევს ისეთ სისტემებს, როგორიცაა პატრიოტი და რკინის გუმბათი, ფაქტობრივად განვითარდნენ დროთა განმავლობაში, გახდნენ უფრო ძლიერი, ჭკვიანი და ეფექტური. ამის საპირისპიროდ HQ9 საჰაერო თავდაცვის არენაზე გამოჩნდა ყოველგვარი მნიშვნელოვანი გამოცდილების გარეშე. გარდა ჩინეთის ტაკლამაკანის უდაბნოში არსებულ, მკაცრად კონტროლირებად სატესტო პოლიგონებზე ჩატარებული გამოცდებისა. იქ შესაძლოა მან დაამტკიცა, რომ შეუძლია გაანადგუროს ნელამოძრავი დრონები, რომლებიც წინასწარ დაპროგრამებულ ტრაექტორიებზე დაფრინავენ. მაგრამ ეს უბრალოდ არ არის იგივე რაც რეალურ კონფლიქტში მონაწილეობა, სადაც მტერს შეუძლია შენს წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის იარაღის მთელი სპექტრი გამოიყენოს. რაკეტებითა და დრონებით, რომლებიც ყველა მიმართულებიდან მოდიან და უახლესი ელექტრონული ომის სისტემებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შენი შეტევით შესაძლებლობები გაანულონ. პაკისტანისა და ირანის ბრძოლის ველებზე, ნამდვილი სიცხისა და ინტენსივობის პირობებში HQ9 თავისი სისუსტე გამოავლინა. ეს სერიოზული შეშფოთების მიზეზი უნდა იყოს ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებმაც ბოლო წლებში ჩინურ სამხედრო ტექნიკაში დააბანდეს. და ასეთი ქვეყნები ბევრია. მართლა, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის უახლესი მონაცემები, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ორგანიზაციაა კონფლიქტებისა და სამხედრო ხარჯების მონაცემების თვალსაზრისით, აჩვენებს, რომ ჩინეთი მსოფლიოში იარაღის ექსპორტის დაახლოებით 6%-ზეა პასუხისმგებელი. რუკები აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე კონტინენტზე მდებარე ათეულობით ქვეყანამ სხვადასხვა რაოდენობის ჩინური იარაღი და თავდაცვის სისტემა შეიძინა. ეს მოიცავს თითქმის მთელ აფრიკას, ასევე აზიის დიდ ნაწილს და რამდენიმე ქვეყანას ევროპასა და ამერიკებშიც. ზოგი ქვეყანა თითქმის მთლიანად ჩინეთზეა დამოკიდებული თავდაცვის სფეროში. მაგალითად, პაკისტანი პეკინის უმსხვილესი მყიდველია და 2020-დან 2024 წლამდე ჩინეთის იარაღის ექსპორტის 63%-ს შეადგენს. სხვა ქვეყნებმა აზიაში მიანმარიდან და ბანგლადეშიდან დაწვებული, აფრიკაში ნიგერიითა და ალჟირით დამთავრებული, ასევე შეიძინეს დიდი რაოდენობით ჩინური დრონები, ტანკები, თვითმფრინავები, ჯავშან ტექნიკა, რაკეტები და ცეცხლსასროლი იარაღი. ამ ქვეყნების ბევრისთვის, რომლებსაც არ აქვთ ისეთი დიდი სამხედრო ბიუჯეტები, როგორც დასავლეთის ქვეყნებს, მაგალითად შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და გერმანიას, ჩინეთიდან შეიარაღების შეძენა საკმაოდ გონივრულია. ჩინური სისტემები, როგორც წესი, ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე ამერიკული, ევროპული ან რუსული ანალოგები და ჩინეთი კარგად ახერხებს თავისი ინოვაციების რეკლამირებას ხმამაღალი განცხადებებითა და შთამბეჭდავი ტექნიკური მახასიათებლებით. მაგრამ როდესაც ისინი უყურებენ და ხედავენ, როგორ ვერ ასრულებს ჩინეთის HQ9 სისტემა მოლოდინებს ჯერ პაკისტანში, შემდეგ ირანში, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს იაპ ჩინურ აღჭურვილობაზე ნაცვლად გამოცდილი დასავლური ალტერნატივებისა, შესაძლოა ახლა დაიწყონ თავისი არჩევანის დანანება. ბევრი ალბათ სწორედ ახლა ცნობიერებს, რამდენად ხარვეზიანი, გაუმართავი და არაეფექტურია ეს აღჭურვილობა სინამდვილეში. ეს კი თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ამ ქვეყნებიდან ზოგიერთმა უახლოეს მომავალში დაიწყოს ჩინური იარაღის სისტემების დამატებითი იმპორტისგან თავის შეკავება და ამის ნაცვლად თავდაცვის გასაძლიერებლად სხვა ქვეყნებს, მაგალითად რუსეთს ან ევროკავშირის ქვეყნებს მიმართოს. ეს ცუდი ამბავია ჩინეთისთვის და ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც პეკინს ამ ამბის გამო უნდა ეშინოდეს. აზიის გიგანტმა ბოლო წლებში დიდი ყურადღება გაამახვილა სამხედრო ძალაში სერიოზული ინვესტიციების ჩადებაზე და იარაღისა და თავდაცვითი სისტემების ადგილობრივად წარმოებაზე, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირა იმპორტზე დამოკიდებულება სხვა ქვეყნებიდან. მან არაერთხელ აჩვენა თავისი უახლესი რაკეტები და სხვა სამხედრო ინოვაციები გრანდიოზულ აღლუმებსა და თავდაცვის ღონისძიებებზე.
ღონისძიებებზე ის ამაყადაჩვენებს თავის ტექნოლოგიებს, რათა შეაშინოს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მომავალში გაბედავს მის წინააღმდეგ წასვლას, მაგალითად, შეერთებული შტატები. მაგრამ იარაღის სისტემების დემონსტრირებას დიდი აზრი არ აქვს, თუ ისინი რეალურ საბრძოლო პირობებში სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება, როგორც HQ-9. მართალია, ესეთი ხმაურიანი მარცხები ჩინეთის რეპუტაციას როგორც თავდაცვის მსოფლიო ლიდერს არ აძლიერებს, არამედ ანგრევს მას. მოულოდნელად, ჩინეთის სამხედრო ძალა აღარ ჩანს ისეთი საშიში ან შთამბეჭდავი, როგორც ცდილობდა წარმოჩენილიყო. პირიქით, მისი ნაკლოვანებები ყველასთვის აშკარა ხდება. ნაკლოვანებები, როგორიცაა დაუდევარი აწყობა, დაბალი ხარისხის ელექტრონული კომპონენტები, პლაგიატით შექმნილი დიზაინები და ფრაგმენტული ნახაზები, რომლებიც შეიძლება ქაღალდზე კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალურ შედეგს ვერ იძლევა იქ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე. თანამედროვე ომი მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიურ აღჭურვილობას, სისტემების შეუფერხებელ ინტეგრაციას და ისეთვე განვითარებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორიცაა აპარატურა. იარაღის სისტემებს არამხოლოდ ძლიერი დარტყმის და უზარმაზარი საბრძოლო თავაკების გასროლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, არამედ მათ უნდა გაუძლონ მაღალ დონეზე განვითარებულ ელექტრონულ ომს, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში გამოიყენება. სამწუხაროდ პეკინისთვის ჩანს, რომ ის იარაღის სისტემები, რომელზეც ისინი მუშაობდნენ, უბრალოდ არ არის გათვლილი ასეთი ტიპის ბრძოლისთვის. ბევრი თვალსაზრისით რუსეთის მსგავსად ჩანს, რომ ის ჩამორჩება, მიყვება მოძველებულ ფილოსოფიებს და იმოძრავებს სასოწარკვეთილი სურვილით, მუდმივად შექმნას იარაღი, რომელიც უფრო დიდი, ძლიერი და სწრაფია, ვიდრე მანამდე არსებულები. მაგრამ უარს ამბობს ჩადოს საჭირო ტექნიკური სამუშაო, რათა ასეთი ტიპის იარაღი რეალურად გამოსადეგი გახდეს დღევანდელ კონფლიქტებში. რადგან სიმართლე ისაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად სწრაფად შეუძლია რაკეტას ფრენა, თუ ის ვერ ახერხებს მტრის თავდაცვითი სისტემების საიმედო დაცილებას. ასევე მნიშვნელობა არ აქვს, რა მანძილზე მოქმედებს საჰაერო თავდაცვის სისტემა, ან რამდენ სამიზნეს შეუძლია ერთდროულად თვალყურის დევნება, თუ მას არ აქვს მსოფლიო დონის ელექტრონული ომისგან დაცვის საშუალებები და სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები, რომლებიც დაიცავს მას, როდესაც მსგავსი ტიპის კრაულერები მიახლოვდებიან. აი, რატომ არის HQ-9-ის წარუმატებლობები ასეთი მნიშვნელოვანი? საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ მათ ამერიკულ და ისრაელის რაკეტებს მისცეს საშუალება დაერთხათ ირანულ სამიზნეებზე, რაც ქვეყნის რეჟიმის მოშლასა და მისი თავდაცვის დიდი ნაწილის განადგურებას გამოიწვია. საუბარია იმაზეც, რას ნიშნავს ეს ჩინეთისთვის მომავალში. ქვეყნის სანდოობა, როგორც იარაღის ექსპორტიორისა, სერიოზულად შეილახა. წლების განმავლობაში მყიდველები ამ შემთხვევას გაიხსენებენ და ორჯერ დაფიქრდებიან, სანამ ჩინურ ტექნიკაში ინვესტიციას განახორციელებენ. მოკავშირეები ნაკლებად დაიჯერებენ პეკინის პროპაგანდას და ნაკლებად ენდობიან გადაჭარბებულ განცხადებებს უახლესი სარაკეტო სისტემების სამებისა და თავდაცვითი საშუალებების შესახებ. ჩინეთშიც კი მიუხედავად იმისა, რომ ამას ღიად არ აღიარებენ, ქვეყნის სარდლები ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად მიხვდებიან, რომ მათი სისტემები სინამდვილეში იმდენად ძლიერი არ არის, როგორც აცხადებდნენ. ეს კი თავის მხრივ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ნებისმიერი მომავალი სამხედრო ოპერაციის, მაგალითად ტაივანის შესაძლო დაპყრობის, გაცილებით უფრო სახიფათოს და რისკიანს გახდის. ჩინეთის სამხედრო დომინირების მითი დაიმსხვრა და აქედან უკან დაბრუნება აღარ არის შესაძლებელი. ASHS-ში წარმოადგინა ახალი საჰაერო დარტყმის იარაღი, რომელმაც რუსული სამხედროები პანიკაში ჩააგდო, რადგან მათ მისი შეჩერება არ შეუძლიათ. ეს არ არის ახალი ჰიპერსონიკული რაკეტა, მიმართული ენერგიის იარაღი ან სხვა მრავალმილიონიანი ულტრამოდერნული სისტემა. თუმცა რუსები ასევე შეშფოთებულნი არიან ამ სისტემების ASHS-ს უახლესი ვერსიებითაც. სინამდვილეში საუბარი არის იარაღზე სახელად ლუკას ერთჯერადი დარტყმის დრონი, რომელიც ASHS-ს უზარმაზარ არსენალში ერთ-ერთი ყველაზე იაფი დარტყმის იარაღია და რუსეთს უკვე აქვს მისი კარგად დამკვიდრებული ანალოგი. მაგრამ ლუკას აქვს მახასიათებელი, რომელიც შეიძლება გადამწყვეტ ფაქტორად იქცეს უკრაინის ომში, ასევე რუსეთსა და ASHS-ს ან ნატოს შორის დიდ დაპირისპირებაში. და თუ ვიტყვით, რომ რუსები ამის გამო შეშფოთებულები არიან, ეს ძალიან რბილად ნათქვამი იქნება. მოდით უფრო ახლოდან დავაკვირდეთ ლუკასს, მის განსაკუთრებულ მახასიათებელს და იმას თუ როგორ შეიძლება მან შეცვალოს ომის სახე, როგორც ჩვენ ვიცით. პირველ რიგში ლუკასი ნიშნავს დაბალფასიან უპილოტო საბრძოლო შეტევით სისტემას. ინოვაციური ამერიკული თავდაცვის კონტრაქტორი SpectreWorks-ის მიერ არიზონაში შექმნილი, ეს არის ASHS-ში უახლესი დამატება მზარდი მოწინავე უპილოტო შეიარაღების რიგში. მან საბრძოლო დებიუტი მოიპოვა ASHS-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმისას 28 თებერვალს, მას შემდეგ რაც წინა წლის ივლისში გაამჟღავნეს და პირველად დეკემბერში წარადგინეს. პირველი შეხედვით ცოტა გაუგებარია, რატომ გამოიწვია ლუკასმა ასეთი აჟიოტაჟი რუსულ სამხედრო ბლოგოსფეროში. დრონი უერთდება ASHS-ს დაბალბიუჯეტიანი უპილოტო დამთმელი აპარატების მზარდ არსენალს, რომელშიც შედის Raytheon-ის Coyote, Andurilis Roadrunner-ი, Switchblade 600. და გარკვეული თვალსაზრისით BAE Systems-ის APKWS-2 ლაზერული მართვის რაკეტის კონვერსიის ნაკრები 70 მმ-იანი Hydra 70 არამართვადი რაკეტებისთვის.
როგორც ეს სისტემები და როგორც მისი სახელიც მიუთითებს, ლუკასი შექმნილია როგორც დაბალბიუჯეტიანი საჰაერო დამთმელი იარაღი. საზღვაო კაპიტანმა ციმ ჰოუკინსმა ის ასე აღწერა: დაახლოებით $25,000 თითო პლატფორმაზე ლუკასი არის დაბალბიუჯეტიანი მასშტაბირებადი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უახლეს შესაძლებლობებს ტრადიციული, გრძელდისტანციური ამერიკული სისტემების ღირებულების მცირე ნაწილად, რომლებიც ანალოგიურ ეფექტს იძლევა. აქ არაფერია გასაკვირი. უკრაინის ომმა ერთნიშნულოვნად დაჩვენა, რამდენად არაპრაქტიკულია ძვირადღირებული, მაღალი კლასის რაკეტების გამოყენება, ბევრად უფრო იაფი კამიკაძე დრონების ჩამოსაგდებად. Tomahawk-ის რაკეტა დაახლოებით $2 მილიონი ღირს. Patriot PAC-3-ის გამადგურებელი რაკეტა დაახლოებით $4 მილიონი. AGM-ას 48 ჯასმერის რაკეტა კი $1.2 მილიონი. და თუნდაც Switchblade 600 დრონი დაახლოებით $120,000 ღირს. ამასთან შედარებით ლუკასისთვის $0 ბევრად უფრო ხელმისაწვდომია. ისინი ასევე ბევრად უფრო სწრაფად იწარმოება, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი რაკეტები, რაც მარაგების გაზრდასა და შევსებას ამარტივებს. ასე რომ, ინოვაციური თავად გამოყენების შემთხვევა არ არის. ფაქტობრივად, ზედაპირულად, ლუკასის ყველაზე გამორჩეული თვისება ის არის, რომ ეს იშვიათი თანამედროვე მაგალითია, როცა აშეთეშომ ძირითადი მოწინააღმდეგის იარაღის სისტემა რევერსულად დააპროექტა. ეს მოწინააღმდეგე ირანია, ხოლო ლუკასი ირანის ცნობილი შაჰიდას 26-ის რევერსულად დაპროექტებული ვერსია. ეს აღსანიშნავია, რადგან ისტორიულად ჩვეულებრივ პირიქით ხდებოდა. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა თავისი ტუფანის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ASHES BGM-61 TOW-ის რევერსული ინჟინერიით შექმნა. მისი ალმასის ოჯახი მოწინავე რაკეტებისა შეიქმნა ისრაელის Spike MR რაკეტების რევერსული ინჟინერიით, რომლებიც ჰეზბოლამ ლიბანში 2006 წლის ლიბანის ომის დროს ჩაიგდო ხელში. ასევე მიიჩნევა, რომ ირანმა რევერსული ინჟინერიით Lockheed Martin RQ-ას 30 Sentinel-ის უპილოტო აპარატის საფუძველზე შექმნა რადარისგან დამალვის უნარის მქონე მინიმუმ 5 დრონის მოდელი, მათ შორის რეაქტიული ძრავით აღჭურვილი Shahid 181 Smorgi. დრონი ავღანეთიდან საზღვარს გადაცდა და 2011 წელს ირანში დაეშვა. Shahid 116 თითქმის უდავოდ ირანული რევერსული ინჟინერიის შედეგია. როგორც ჩანს, ის წარმოებულია ისრაელის IAI Harp-ის ანტირადარული ბარაჟირებადი საბრძოლო მასალიდან, რომელიც თავის მხრივ 1980-იანი წლების გერმანულ დიზაინზეა დაფუძნებული, სახელად DAR, რაც ნიშნავს დიდრონ ანტირადარს, ანუ ანტირადარულ დრონს. ეხლა ASHES-მ შემოაბრუნა სიტუაცია და რევერსული ინჟინერიით შექმნა ირანის ყველაზე ფართოდ გამოყენებული თანამედროვე საბრძოლო საშუალება Shahid 126. და ირონიის კიდევ უფრო გასამძაფრებლად, ლუკასის საბრძოლო პირობებში პირველი გამოყენება სწორედ ირანის წინააღმდეგ მოხდა. 2025 წლის მაისში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო Shahid-ის ხარისხი და იაფი წარმოება უწოდა მას ძალიან კარგი, სწრაფი და მომაკვდინებელი. მან გააკრიტიკა ამერიკელი მწარმოებლები იმის გამო, რომ ვერ შეძლეს ანალოგის წარმოება. შემდეგ, როგორც ჩანს, ASHES-მ უკრაინიდან ჩამოვარდნილი ვერსია მოიპოვა და მისი უკუინჟინერია მოახდინა. რუსეთი 2022 წლიდან აწარმოებს მასშტაბურ თავდასხმებს უკრაინაზე შაჰიდებით და მის ქვეყანაში წარმოებული ჯერინის ანალოგით. უკრაინამ ათასობით მათგანი ჩამოაგდო, თუმცა როგორც ჩანს, მინიმუმ ერთი დაუზიანებელი შაჰიდი ASHES-ში გადაიტანეს. შედეგად მივიღეთ ლუკასი, რომელიც მეტნაკლებად იგივე დრონის ამერიკული ანალოგია. ლუკასი პირველად გამოჩნდა როგორც Spectreworks-ის დრონის დიზაინი, სახელად FL-MAS-36. ეს ნომერი აშკარა მინიშნებაა მის ირანულ წარმოშობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ლუკასის ზუსტი მახასიათებლები ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის, FL-MAS-36-ს აქვს მითითებული მაქსიმალური სიშორე 454 საზღვაო მილი და შეუძლია ჰაერში დარჩენა 6 საათამდე. მისი საერთოდ ერთამწეობა საწვავის გამოკლებით არის 40 ფუნტი, ხოლო ფრენის სიჩქარე დაახლოებით 74 კვანძია. მაქსიმალური სიჩქარე კი 105 კვანძს აღწევს. ლუკასის მახასიათებლები სავარაუდოდ ემთხვევა ან აღემატება პროტოტიპებს, მაგრამ ეს დაახლოებით იგივე მახასიათებლებია, რაც ორიგინალ ირანულ შაჰიდსა და რუსულ ჯერინს აქვს და ზოგ შემთხვევაში უფრო დაბალიც კი არის. მაგალითად, როდესაც ირანმა 2021 წელს Shahid 126 წარადგინა, მისი სავარაუდო მოქმედების რადიუსი იყო 940-დან 1240 მილამდე, რაც 2-დან 3-ჯერ მეტია, ვიდრე FL-M-126-ის მოქმედების რადიუსი. და რუსეთმა შემდეგში წარადგინა ამ პლატფორმის უფრო განვითარებული ვერსიები, თავისი უზარმაზარი ქარხნიდან ალაბუგაში, თათრეთში, მათ შორის რეაქტიული ძრავით აღჭურვილი ჯერინ 3. ეს ნიშნავს, რომ ლუკასი რუსებისთვის თითქმის უცნობი არ არის.
რუსეთმა 2022 წლიდან მოყოლებული უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 50,000 ჯერინ შახიდის ტიპის დრონი გაუშვა. მაშ, რა არის ისეთი ლუკასში, რომ რუსი სამხედრო ხელმძღვანელობა ასე ნერვიულობს? მოკლედ რომ თქვათ, ეს არის Starlink-ი. მალე მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშეთეშემ ლუკასის დრონები ირანის წინააღმდეგ გამოიყენა, რუსმა სამხედრო ბლოგერებმა მათ დაიწყეს დეკემბერში პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო კადრების გაზიარება, სადაც ლუკასის საზღვაო ტესტური გაშვებაა ნაჩვენები. იმ გაშვებისას აშშ-ს საზღვაო ძალებმა ლუკასის დრონი Independence კლასის სანაპირო საბრძოლო ხომალდ USS Santa-Barbara-დან გამოსცადეს. ბლოგერებმა ყურადღება გაამახვილეს დრონის ზედა ნაწილზე არსებულ დამახასიათებელ საკომუნიკაციო ყუთზე. ხუთი აშკარად Starlink-ის ტერმინალია, ან რაც რუსეთისთვის კიდევ უფრო უარესია, აშშ-ს სამაშეშოს სპეციალური სამხედრო სატელიტური საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც Starlink-ის ბაზაზეა აგებული და Starshield ქვია. გავლენიანმა რუსულმა ტელეგრამ არხმა რიბარმა, რომელსაც 1,5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მოკლედ შეაჯამა მთავარი შეშფოთება. რაც გარდაუვალი იყო, ის მოხდა. Starlink-ის ტერმინალები დამონტაჟებულია ამერიკულ ჯერინის მსგავსი ლუკასის დრონებზე, რაც საშუალებას იძლევა ჩარევისადმი მდგრადი კომუნიკაცია ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში, სადაც ელონ მასკის ქსელი მუშაობს. რას ნიშნავს ეს? რიბარის თქმით, მტრის დრონების დარტყმების ეფექტურობა 10 ჯერ გაიზრდება. ომზე შეპყრობილი არხიც ასევე შეშფოთებული იყო. რას ვხედავთ? მათ დაწერეს. Starlink-ის მიმღრები ანტენა, რომელიც დრონს თუ მას არ ჩამოაგდებენ, საშუალებას მისცემს ზუსტად მიიყვანონ მიზნამდე და კავშირზე დარჩეს ბოლო წამამდე. ეხლა Starlink-ი უკვე სულ უფრო მეტად იქცა იმ სიტყვად, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ორებიდან ბოლს აყრის. Starlink-ი დიდი ხანია უკრაინის სამხედრო კომუნიკაციების ბირთვია, განსაკუთრებით ბრძოლის ველზე. 2025 წლის განმავლობაში რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებდა Starlink-ის სისტემას, მათ შორის Starlink-ით მართული ჯერინის დრონების შემოღებითაც. ეს მოულოდნელად დასრულდა, როდესაც Starlink-მა თებერვალში რუსული Starlink-ის კავშირი გათიშა, რითაც რუსული ექსპერიმენტები შეწყდა, კომუნიკაციები დაინგრა, ქაოსი ჩამოვარდა, შეტევა შეჩერდა და უკრაინამ ძლიერი კონტრშეტევები განახორციელა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ Starlink-ი ეფექტური საკომუნიკაციო საშუალებაა, დრონების მხრივ მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ Starlink-ით მართული დრონები პრაქტიკულად ჯემინგისგან დაცულია. ეხლა დრონებთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის არის ელექტრონული ომის, ანუ EW-ს გამოყენება, რათა დაბლოკონ ის სიგნალები, რომლებიც დრონებს სამიზნემდე მიხავს. ჯემინგის სიგნალები დრონებს აიძულებს ააცილონ მიზანს, უსაფრთხოდ ჩამოვარდნენ ან თუნდაც მოწინააღმდეგე მხარემ გადაამისამართოს და ჩაიგდოს ხელში. უმეტესობა FPV და უფრო დიდი ზომის loitering kamikaze დრონების აიყენებს GPS, ან რუსეთის შემთხვევაში მის ანალოგს GLONASS ნავიგაციისთვის. ამიტომ როგორც უკრაინამ, ისე რუსეთმა აუცილებლობის გამო სრულყოფილად აითვისეს anti-GPS ჯემინგის ელექტრონული ომის ხელოვნება და მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ შესაძლებლობებს. ლეგენდარული უკრაინელი ელექტრონული ომის სპეციალისტის სერგეი ბესკლესნოვის თქმით, რუსებმა ჩვენი მთავარი უპილოტო აპარატების ყველა ტიპი ტრაფეად ჩაეგდეს ხელში. რა თქმა უნდა, მათ შეისწავლეს ჩვენი უპილოტოების შიგნით არსებული მთელი ელექტრონიკა, საკომუნიკაციო სისტემები და ნავიგაციის სისტემები. მაგრამ Starlink-ით მართული დრონები ელექტრონული ომის სისტემებისთვის კოშმარია, რადგან როგორც რუსი სამხედრო ბლოგერები ადასტურებენ, მათი ჩამოგდება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე GPS-ით მართული დრონების ჩამოგდება. ეს სიგნალების საკითხია. GPS, GLONASS და სხვა ნავიგაციის ტიპის თანამგზავრები მუშაობენ საშუალო დედამიწის ორბიტაზე, ანუ MEO-ზე. ეს დაახლოებით 12500 მილი დედამიწის ზედაპირიდან. ასევე ამ თანამგზავრების რაოდენობა ორბიტაზე შედარებით მცირეა. 21 GPS, 20, 4 GLONASS, 25 ჩინეთის Beidou და 25 ევროკავშირის Galileo ქსელიდან. ესეთი დიდი მანძილიდან ისინი გადასცემენ შედარებით დაბალი სიმძლავრის ნავიგაციურ სიგნალებს და ვიწრო სიხშირის დიაპაზონებზე. როდესაც ეს სიგნალები მიწაზე აღწევს, ისინი სნის უსტია და სწორედ ეს ხდის მათ შედარებით ადვილად ჩასახშობად. ჯამერები ფაქტობრივად იმავე სიხშირის დიაპაზონებში წარმოქმნიან სიგნალებს, რომლებიც ახშობენ GPS-ის სიგნალს. თუ თქვენი ჯამერი მიმღებთ ან GPS-ის სიგნალზე მეტ ენერგიას აწვდის, მას შეუძლია GPS-ის სიგნალები ჩაახშოს და გამოიწვიოს დრონის კურსიდან გადახვევა ან ჩამოვარდნა. მოწინავე ხაზზე, ისეთზე როგორც უკრაინაშია, ეფექტური ელექტრონული ომისთვის ფართო ტერიტორიაზე არ გჭირდებათ უზარმაზარი სიგნალგამომუშავებელი ჯამერები. ეს ასე არ მუშაობს. რაც ნამდვილად გჭირდებათ არის სხვადასხვა ტიპის ჯამერები, რომლებიც საკმარისად ძლიერია GPS-ის სიგნალების ჩასახშობად და ფრონტის ხაზზე განლაგებისთვის.
რუსეთის გადაწყვეტა იყო მოძრავი სატვირთო მანქანებზე დამონტაჟებული ჯამერების შექმნა. შექმნა როგორიცაა R330 ზიტელი, 1 RL247 კრუშუკა 4 და RB341 ლეარ 3. ისინი საკმაოდ ეფექტურად დამტკიცდნენ დრონებისა და GPS-ით მართვადი რაკეტების. მაგალითად, JDAM-ის წინააღმდეგაც კი, რომლის სიგნალებიც ზუსტად ზიტელის მოქმედების დიაპაზონში ხვდება. აი სწორედ ასეთი დეტალებია, რაც სამხედრო შოუს, სხვა სამხედრო თემატიკის არხებისგან გამოარჩევს. გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები, რომ არასდროს გამოგრჩეთ უახლესი ამბები პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვან ცხელ წერტილებიდებიდან. ეხლა უკრაინა მუდმივად ცვლის სიხშირეებს, რომლებსაც იყენებს დრონების მართვისთვის, ისევე როგორც რუსეთი, რაც ქმნის დაუსრულებელ თამაშს ზომებსა და საპასუხო ზომებს შორის, რადგან ორივე მხარე ადაპტირდება. ზოგჯერ ერთ მხარეს დრონები უპირატესობას იღებენ, ხოლო მეორე მხარე ცდილობს გაარკვიოს, როგორ მოარგოს თავისი ჩახშობის საპასუხო ზომები. ან, როგორც რუსი მეთაური იშტუგანოვი ამბობს, მტერი თამაშობს სიხშირეებით. ჩვენ ჩვენს ელექტრონული ომის სისტემებს ხელახლა ვარეგულირებთ. მტერი იწნევს ჩვენს ჩახშობას ელექტრონული ომით. ჩვენ გადავდივართ სხვა სიხშირეებზე. ეს ყველაფერი შესაძლებელი ხდება იმ შორეული მიო სატელიტებიდან მომავალი სუსტი სიგნალების წყალობით. მაგრამ Starlink სრულიად სხვა ამბავია. ეს რუსეთისთვის წარმოადგენს პრობლემას, რომელსაც ამჟამად და ახლო მომავალშიც წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ აქვს. ის ჩასახშობი არ არის. სატელიტური ნავიგაციისგან განსხვავებით, Starlink მუშაობს დაბალ დედამიწის ორბიტაზე, ანუ LEO-ზე. სატელიტები დედამიწიდან 1000-ობით მილის დაშორებით არ არიან. ისინი დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 341 მილზე ბრუნავენ. ამჟამად ორბიტაზე დაახლოებით 10020 Starlink-ის სატელიტია. ჯადოსნური 10000-ის ნიშნული მიღწეული იყო 2026 წლის 17 მარტს, მას შემდეგ რაც Falcon 9-ის რაკეტამ, რომელიც კალიფორნიაში ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზის 4-ე აღმოსავლეთ გაშვების კომპლექსიდან გაეშვა, ორბიტაზე კიდევ 25 სატელიტი განათავსა. Starlink-მა სულ 11529 სატელიტი გაუშვა, 2019 წლის მაისიდან მოყოლებული, თუმცა მათგან ზოგი უკვე მწყობრიდან გამოსული და დეორბიტირებული აპარატების შემცვლელია. ეს სატელიტები დედამიწის გარშემო საათში თითქმის 17000 მილით მოძრაობენ. ქმნიან ბადეს, რომელიც მთელ დედამიწას ფარავს და უზრუნველყოფენ თითქმის უნივერსალურ დაფარვას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ პლანეტის ზედაპირზე. ეს ორი უზარმაზარი პრობლემის წინაშე აყენებს რუსეთს, ან ამავე მხრივ ირანს, ჩინეთს თუ ნებისმიერ სხვა მოწინააღმდეგეს, რომელიც ცდილობს Starlink-ის მართული დრონის ჩამოგდებას. პირველ რიგში თითოეული Starlink-ის ტერმინალი სიგნალს არ იღებს მხოლოდ ერთი Starlink-ის სატელიტიდან, როგორც ძველი ტიპის თეფში. ის მუდმივად გადადის სხვადასხვა ერთეულზე ბადეში, როცა ისინი ცაზე გადაადგილდებიან. ნებისმიერ მომენტში თითოეული ტერმინალი სავარაუდოდ სატელიტებს შორის გადაერთვება მოკლე დროის ინტერვალებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს მხოლოდ ერთი სიგნალის დაბლოკვა ერთ ვექტორზე არ სჭირდება. მას უნდა დაარტყას მოძრავ ქსელში მოთავსებულ მოძრავ სამიზნეს. მეორეც, რადგან Starlink-ის სატელიტები ბევრად უფრო ახლოს არიან დედამიწასთან, ვიდრე GPS-ის სატელიტები, სიგნალი მიმღებთან ბევრად უფრო ძლიერია. ამიტომ რუსეთს ბევრად უფრო ძლიერი ჩამხშობი სჭირდება, რომ სიგნალი ჩაახშოს და დაბლოკოს. ეს ნამდვილად არ აღემატება რუსეთის შესაძლებლობებს ერთი სატელიტური კავშირის შემთხვევაში, თუნდაც უფრო ძლიერი სიგნალის პირობებში. მაგრამ 10000-ზე მეტი თანამგზავრის მთელი ქსელის ჩახშობა, რომლებიც მახ 22-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობენ, სრულიად სხვა დონის პრობლემაა. ამ ეტაპზე ეს ასევე დაუძლეველი პრობლემაა. დრონების ჩახშობა აღარ არის უბრალოდ ფრონტის ხაზთან პარკევ ჯემერის მანქანის დაყენების პრობლემა. საჭიროა გაცილებით ძლიერი ჯემერების უზარმაზარი ფლოტი, განსაკუთრებით თუ ტერმინალი იყენებს მიმართულ ანტენას და თანამედროვე სიგნალის დამუშავებას, როგორც სავარაუდოდ ლუკასი იყენებს. სუსტი სიგნალების ცალკეულ მიმღებებზე ჩახშობის ნაცვლად, რუსეთს ახლა უწევს გადაფაროს სიხშირის ხტომა, მუდმივად ცვალებადი მრავალსატელიტიანი კავშირი, რომელიც ცვლის გეომეტრიას მანამდე, სანამ შეძლებ მის დაჭერას. ტექნიკურად ეს შესაძლებელია მასშტაბურად, მაგრამ საჭირო მასშტაბი თითქმის უეჭველად ბევრად აღემატება რუსეთის შესაძლებლობებს ახლო მომავალში. ზოგიერთმა ჩინელმა სამხედრო მკვლევარმა ჩაატარა სიმულაციები, რათა შეეფასებინათ, რამდენი ჩამხშობი დასჭირდებოდათ Starlink-ის კავშირის ჩასახშობად ტაივანზე. ამ ქსელის ჩახშობა სავარაუდოდ κρიტიკული კომპონენტი იქნებოდა ნებისმიერი წარმატებული ჩინური შეჭრის შემთხვევაში. სიმულაციამ დაასკვნა, რომ სრული დაფარვის ჩასახშობად საჭირო იქნებოდა მინიმუმ 925-ის სინქრონიზებული მაღალი სიმძლავრის საჰაერო ჩამხშობის ოპტიმალური ქსელი. სხვა შემთხვევაში, თუ დაბალი სიმძლავრის სისტემებზე დაყრდნობით იმოქმედებს, ჩინეთს შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით 2000 ჩამხშობი დრონი, მსგავსი ეფექტის მისაღწევად. თუ ამას უკრაინაზე გადავიტანთ, სადაც ფრონტის ხაზი 500-დან 750 მილამდეა რუსეთს, სავარაუდოდ 1000-ობით სატვირთოზე დამონტაჟებული ჩამხშობი დასჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ფრონტის ორივე მხარეს მიაღწიოს. ეხლა
წარმოიდგინეთ მილიონობით კვადრატული მილი რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი Starlink-ით აღჭურვილი დრონების თავდასხმებისგან უნდა დაიცვას და მიხვდებით, რამდენად გადაულახავია ეს პრობლემა. Starlink-ის მიერ სპექტრის გაფანტული მოდულაციის გამოყენის გამოყენება უკვე ბევრად უფრო რთულ პროცესად აქცევს სიგნალის ჩახშობას, ვიდრე GPS-ის შემთხვევაშია. ეს გადაცემის ტექნიკა ანაწილებს სიგნალს ფართო სიხშირის დიაპაზონზე, რომელიც მუდმივად იცვლება კრიპტოგრაფიული გასაღების მიხედვით, რომელიც მხოლოდ ტერმინალსა და ქსელს აქვთ გაზიარებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ერთ მონაკვეთს ჩაახშობ, დიდი ალბათობით უბრალოდ ხმაურს მოხვდები. თუნდაც საკმარისი ერთეულები და უზარმაზარი ენერგია მოაგროვო მთელი სიხშირის დიაპაზონის ჩასახშობად, მაინც დაშიფრასა და გასაღებზე დაფუძნებულ მოდულაციის ნიმუშებს წააწყდები, რომელთა პროგნოზირებაც შეუძლებელია ძირითადი გასაღების მართვაზე წვდომის გარეშე. და ისინი, რა თქმა უნდა, მკაცრად გასაიდუმლოებულია. საბოლოო ჯამში რუსეთს დასჭირდებოდა გაცილებით უფრო ძლიერი ჩამხშობების ფართო ფლოტი, ვიდრე ოდესმე უჩვენებია უკრაინაში. ეს მინიმუმ 100 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ქვეყნისთვის, რომელსაც უკვე უჭირს საკუთარი ომის დაფინანსება, ეს თითქმის შეუძლებელი იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ელექტრონული ომის აღჭურვილობა ჯერ შორს არის უკრაინის მიერ განადგურებისგან. სინამდვილეში სიგნალები, რომელსაც ისინი ასხივებენ, გარკვეულწილად მათ ადვილ სამიზნედ აქცევს უკრაინული დრონების, რაკეტებისა და артილერიისთვის. დამოუკიდებელი ვებგვერდი Oryx Spionkopy, რომელიც ვიზუალური დადასტურების მეთოდოლოგიით რუსული ტექნიკის დანაკარგებს აკვირდება, აღრიცხავს მინიმუმ 94 რუსულ ჩახშობისა და მოტყუების სისტემას, რომელიც უკრაინამ 2022 წლიდან გამოიყვანა მწყობრიდან. ასე რომ რუსეთს არა მხოლოდ უზარმაზარი თანხების, რესურსებისა და ადამიანური ძალის მობილიზება მოუწევს საჭირო ჩახშობის არქიტექტურის ასაშენებლად, არამედ ამ სისტემების საკმარისად დიდხანს მოქმედებაში შენარჩუნებაც დასჭირდება, რომ ეფექტური იყოს. ეს პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდებოდა, თუ აშეთეშო Starlink-ის ნაცვლად Starshield-ის ქსელს გამოიყენებდა. Starshield-ი არის სპეციალიზებული ქსელი, რომელიც SpaceX-მა სპეციალურად აშშ სამხედრო ძალებისთვის ააშენა 2022 წელს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ის უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებასა და დაშიფრას მთავრობისა და სამხედროების გამოყენებისთვის ეროვნული უსაფრთხოების ოპერაციებში და იყენებს სატელიტებს, რომლებიც აშშ-ს მთავრობის საკუთრებაშია და კონტროლდება. ქსელი მოიცავს მინიმუმ 183 სპეციალურად Starshield-ისთვის განკუთვნილ სატელიტს, რომლებიც აღჭურვილია გაუმჯობესებული უსაფრთხოებით, დედამიწის დაკვირვების სენსორებით და განთავსებული სასარგებლო დატვირთვებით. ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხო დაშიფრულ კომუნიკაციას Starlink-ის არსებულ ინფრასტრუქტურაზე. თუ აშშ-ს Starshield-ის კავშირებს ლუკასზე დანერგავს, რუსეთისთვის მათი ჩახშობა კიდევ უფრო შეუძლებელი გახდება. Starshield-ის დაშიფრა, აუთენტიფიკაცია და გასაღებების მართვა უფრო გამკაცრებულია და მკაცრად კონტროლდება, რაც ყალბის სიგნალების გაგზავნას კიდევ უფრო ართულებს და ჩახშობას ბევრად უფრო ძვირადღირებულს ხდის. მაგრამ რუსეთისთვის საქმე კიდევ უფრო მძიმდება, ბევრად უფრო მძიმდება, იმიტომ რომ საქმე მხოლოდ ლუკასის დრონებში არ არის, რაზეც რუსეთს ნერვიულობა უწევს. Starlink-ის ან Starshield-ის კავშირები თეორიულად შეიძლება დამონტაჟდეს პრაქტიკულად ყველა რაკეტასა და დრონზე, რაც აშშ-ის არსენალშია, სადაც აეროდინამიკური შეზღუდვები ამის საშუალებას იძლევა. წარმოიდგინეთ Starlink-ით დაკავშირებული Tomahawk-ები ან HIMARS-ები. რუსებმა ეს უკვე წარმოიდგინეს და ამ აზრზე მწვანედ გაწუნენ. როგორც რუსი სამხედრო ბლოგერი, რუსი ინჟინერი წუხს, ყველა ამ შორმანძილზე მოქმედი დარტყმის სისტემის მართვა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი და ისინი ისეთივე სიზუსტეს მიაღწევენ, როგორც FPV დრონები, პირდაპირ ფანჯარაშიც კი. ეს უბრალოდ სამხედრო საქმეების ევოლუცია კი არა, ნამდვილი რევოლუცია, აღნიშნავს პოსტი. და ამაზე კამათი რთულია. მაშ, რას შეძლებს რუსეთი ამის წინააღმდეგ? წლების განმავლობაში მუდმივად ვრცელდებოდა შიშის გაღვივება. თითქოს რუსეთი ანტისატელიტური იარაღს ავითარებს, რომელსაც მტრული სატელიტების ორბიტაზე განადგურება შეუძლია. მაგრამ თუნდაც ესეთი იარაღი არსებობდეს, Starlink-ის ქსელის მასშტაბი და სიჩქარე ნიშნავს, რომ მისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას უზარმაზარი დრო და ფინანსები დასჭირდება. როგორც ცნობილი რუსი ბლოგერი დმიტრი კორნანიკინი აღნიშნავს, დაივიწყეთ საბჭოთა ზღაპრები ორბიტაზე მიმოფანტულ ლურსმნებზე, რომლებიც სატელიტების ჯგუფებს ანადგურებენ. ეს შეიძლება ასეულებზე იმოქმედოს, მაგრამ არა 10,000-ობით სატელიტზე. ამიტომ ამჟამად გამოსავალი არ არსებობს და პანიკა აშკარაა. ტრიბარდი მოითხოვს, რომ კრემლმა დაუყოვნებლივ დაიწყოს 1000-ობით Starlink-ის სატელიტის განადგურების საშუალებების შემუშავება. ეს უნდა დაფინანსდეს უმაღლესი პრიორიტეტით. თუმცა, საიდან უნდა მოვიდეს ეს თანხა, ისინი არ აკონკრეტებენ. ომით შეპყრობილებს მძიმე პროგნოზი აქვთ. თუ ერთ წელიწადში ამ სატელიტური კონსტელაციის წინააღმდეგ გადაწყვეტას ვერ ვიპოვით, მაშინ საქმეები ძალიან ცუდად წავა ჩვენთვის. დაწერეს მათ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რუსეთი ექსპერიმენტებს ატარებს Starlink-ის ჩახშობის ტექნოლოგიაზე და შესაძლოა უკვე გარკვეული წარმატებაც ჰქონდეს.
2024 წელს უკრაინის სამხედროებმა დაიწყეს Starlink-ის კავშირის გათიშვების შესახებ ანგარიშების წარდგენა, ხოლო სამხედრო ოფიციალური პირები ამ შეფერხებებს რუსეთს მიაწერდნენ, რომელიც სხვადასხვა მექანიზმს ცდის. გაჟონილი აშშ-ს სამხედრო დოკუმენტების მიხედვით, ეს შეფერხებები შესაძლოა გამოწვეული იყოს სისტემით სახელად TOBOL-ი, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო რუსული თანამგზავრების ჩახშობისგან დასაცავად. ასევე ჩანს, რომ რუსეთი ავითარებს ახალ, უფრო დახვეწილ სისტემას, სახელად Kalinka. ეს სისტემა სპეციალურად განკუთვნილია იმისთვის, რომ აღმოაჩინოს და დაარღვიოს სიგნალები Starlink-ის თანამგზავრებთან და მათგან, რათა ხელი შეუშალოს უკრაინულ დრონებსა და სამხედრო კომუნიკაციებს. ანდრეი ბეზრუკოვმა, რუსეთის უპილოტო სისტემებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა, რომელიც ამ სისტემას ავითარებს, სახელმწიფო მედიას უთხრა, რომ ეგრეთ წოდებული Starlink-ის გამანადგურებელს ასევე შეუძლია Starshield-თან დაკავშირებული საკომუნიკაციო ტერმინალების აღმოჩენაც. დაველოდოთ და ვნახოთ, აღმოჩნდება თუ არა ეს სისტემები ეფექტური, თუ უფრო რუსულ ტანკებს დაემსგავსება. მაგრამ ძალიან შესაძლებელია, რომ რუსეთისა და ჩინეთის ყველაზე ეფექტური პასუხი იყოს პრინციპით, თუ ვერ დაამარცხებ, შეუერთდი. ორივე ქვეყანა გამალებით ცდილობს საკუთარი Starlink-ის ანალოგები გაუშვას. რუსეთი ავითარებს Zork-ის ადგილობრივ კონკურენტს Starlink-ისთვის, რომლის ტერმინალების სერიული წარმოება 2026 წელს დაიწყება და 2027 წლისთვის 300-ზე მეტი სატელიტის გაშვებას გეგმავს. ჩინეთი თავის მხრივ ავითარებს ლაზერულ და მიკროტავღოვან ანტისატელიტურ ტექნოლოგიებს Starlink-ისა და Starshield-ის წინააღმდეგ და ასევე ქმნის რამდენიმე მასშტაბურ სატელიტურ კონსტელაციას. Kianpanis, ანუ 1000 გაყიდვების ქსელს უკვე ყავს დაახლოებით 100 სატელიტი გაშვებული და მიზნად ისახავს 15000. Golwanis, ანუ სათნეთის ქსელი ამჟამად ტესტირების ეტაპზეა და დაგეგმილია 13000 სატელიტის გაშვება. Konghusami-ის ქსელი, რომელიც ამჟამად დაგეგმვის ეტაპზეა, საბოლოოდ დაახლოებით 10000 მოქმედი სატელიტის ქონას ელოდებიან. აშშ-ის კოსმოსური ძალები ფლობს საკომუნიკაციო საწინააღმდეგო სისტემას, Meadowlands და დისტანციურ მოდულურ ტერმინალებს, რომლებიც მოწინააღმდეგის სატელიტების uplink-ისა და downlink-ის ჩახშობას ახერხებენ. მაგრამ რადგან ამ სისტემებს ჯერ არ ქონიათ საქმე Starlink-ის მსგავს რუსულ და ჩინურ საფრთხეებთან, გაურკვეველია როგორ გაუმკლავდებიან მათ. ირანის რეჟიმს აღარ დარჩა ადგილი, სადაც დამალვა შეუძლია. მისი საჰაერო თავდაცვა განადგურებულია და აშშ-მ მიაღწია საჰაერო უპირატესობის ისეთ დონეს, როგორიც ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს ჯერ არ უნახავთ. როგორ ვიცით ეს? B-52-ები ცაში არიან და ისინი ხმელეთზე დაფრინავენ. ისინი აგდებენ რაღაცას, რისგანაც ირანი ვეღარ აღდგება და შემდეგ ამას ისევ და ისევ იმეორებენ, რომ გამოიწვიონ ჯაჯური კოლაფსი. ამ წუთებში ირანის თავზე ცეცხლის ბურთებია, რადგან B-52-ები ირანის ბოლო ბუნკერებს სრულ განადგურებამდე დასდევენ. ეს ამერიკის საჰაერო სტრატეგიაში უზარმაზარი ცვლილებაა. და ეს არავინ ნაკლებმა, ვიდრე გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა დენ კეინმა გამოაცხადა. 31 მარტს თავდაცვის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე კეინმა განაცხადა, რომ აშშ-ო იმდენად დარწმუნებულია საჰაერო ბატონობაში, რომელიც ირანის ცაზე მოიპოვა, რომ კამპანიის განმავლობაში პირველად B-52 ტიპის ბომბდამშენებს ხმელეთზე აგზავნის. ეს ცივი ომის ეპოქის ბომბდამშენები, რომლებიც 1961 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. აშშ-ს საშუალებას აძლევს ირანის ბუნკერებსა და სამხედრო ობიექტებზე უფრო ინტენსიური დაბომბები განახორციელოს, ვიდრე ოდესმე. და ისინი ფრენას იმიტომ ახერხებენ, რომ ოპერაცია Epic Fury-ის პირველ 30 დღემ იმდენად კარგად გაანადგურა ირანის მიერ აშენებული მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც სწორედ ასეთი საჰაერო პლატფორმების შეჩერებას ემსახურებოდა. კეინმა ეს ყველაფერი ძალიან ნათლად თქვა თავის განცხადებაში. საჰაერო უპირატესობის ზრდის ფონზე ჩვენ წარმატებით დავიწყეთ პირველი სახმელეთო B-52 მისიის განხორციელება, რაც საშუალებას გვაძლევს კვლავ აკონტროლოთ მტერი. ეს სახმელეთო მისიები მოიცავს GBU-31 ტიპის ბუნკერ-საწინააღმდეგო საბრძოლო მასალის გამოყენებას, რომლებიც 2000 ფუნტიან გამანადგურებელ ძალას ატარებენ. ეს ბომბები ამჟამად ისფაჰანის მნიშვნელოვან ობიექტებზე ეცემა, როგორც გააგრძელებთ ყურებას, ამას თავადაც ნახავთ. BBC უწყება, რომ დაკვირვებულმა სამხედრო დამკვირვებლებმა შესაძლოა შეამჩნიეს, რომ მსგავსი რამ მოახლოებული იყო. ამბობენ, რომ ამერიკული კამპანიის ამ ბოლო ეტაპის მინიშნებები შეინიშნებოდა RAF ბარეფორდში, სადაც B-52 ტიპის ბომბდამშენები განთავსდა ირანზე თავდასხმისთვის მოსამზადებლად. BBC-ის თქმით, სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ კეინმა განცხადება გააკეთა, B-52-ები და სხვა თვითმფრინავები ამ ბრიტანული ავიაბაზიდან აფრინდებოდნენ იმავე ტიპის ჯეიდამებით დატვირთული, რომლებიც ახლა ირანზე იღრება. კეინი ამატებს, რომ აშშ-მ ასევე გადაინაცვლა დინამიკური სამიზნეების შერჩევის სტრატეგიაზე, რაც ნიშნავს, რომ ყველა თვითმფრინავს ფრენისას ახალი სამიზნეები ეძლევა და ზოგ შემთხვევაში მათ თვითონვე ევალებათ სამიზნეების პოვნა და შეტევა. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ აშშ-ს ირანზე აღარ აქვს უბრალოდ საჰაერო უპირატესობა, მას აქვს საჰაერო ბატონობა. საბოლოოდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც B-52-ები ირანში გამოიყენეს. ოპერაცია Epic Fury-ის დაწყებიდან უკვე 4 მარტს Military Times-ი უწყებოდა, რომ აშშ-მ თავისი უძველესი ბომბდამშენი გამოიყენა ირანზე თავდასხმისთვის.
მაგრამ თუ ასია, მაშინ რა ხდის იმას, რასაც ახლა ხედავთ, ესეთ მნიშვნელოვანს? პასუხი არის რამაც ირანი შეცვალა და ეს ცვლილება ჩანს ერთ საკვანძო სიტყვაში, რომელიც კეინმა გამოიყენა, როდესაც გამოაცხადა მეტი B-52 ბომბდამშენის ჩამოსვლა ხმელეთით. ადრინდელი B-52-ები აღჭურვილი იყო დისტანციური საბრძოლო მასალებით, მაგალითად AGM-ის 158 ჯაზმერის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით და არა იმ ბომბებით, რომლებიც ახლა ირანზე აგდებენ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს. ეს ნიშნავდა, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ სიფრთხილე სჭირდებოდა თავისი ძველი ბომბდამშენების გამოყენებისას, ოპერაცია ეპიკური რისხვის ადრეულ ეტაპზე. მათ სჭირდებოდათ შორიდან შეტევა და არა ახლო მანძილზე მისვლა. რაც სავარაუდოდ ადრე ხდებოდა, იყო ის, რომ ამერიკული უხილავი გამანადგურებლები, როგორიცაა F-35 და F-22, რომლებიც სენსორებით იყვნენ აღჭურვილნი, პოულობდნენ უსაფრთხო საჰაერო დერეფნებს B-52-ებისთვის, რომლებიც შემდეგ ჩადიოდნენ, აწვდიდნენ საბრძოლო მასალას და სწრაფად ტოვებდნენ ტერიტორიას, მანამ სანამ ირანის საჰაერო თავდაცვა მათ დაჯერას შეძლებდა. ეხლა სიტუაცია განსხვავებულია. B-52-ები დაფრინავენ ხმელეთზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი ღრმად იჭრებიან ირანის საჰაერო სივრცეში, უშუალოდ ქვეყნის შიგნით. საჰაერო უპირატესობა, რომელმაც ადრე B-52-ების დარტყმების შესაძლებელი გახადა, გადაიზარდა საჰაერო ბატონობაში, რაც ამ სახმელეთო დარტყმებს შესაძლებელს ხდის. და ირანში არის ერთი ქალაქი, რომელიც B-52-ების გამოყენების შემდეგი ეტაპის ტკივილს ყველაზე მეტად გრძნობს. ისპაჰანი. ქალაქი უკვე ცნობილია, როგორც მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების მდებარეობის ადგილი, რომელსაც აშშ-ში წარსულში მასიური ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით დაარტყა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშშ-მ გამოიყენა B-2 სპირიტის ტიპის სტელს ბომბდამშენები, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ 30,000 ფუნტიანი მასიური ორდნასის გამტეხი ბომბებით, რათა გაენადგურებინა ისპაჰანის ბირთვული ობიექტები ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს 2025 წლის ზაფხულში. ამ ობიექტებმა საკმარისად კარგად გადაიტანეს თავდასხმა, რის გამოც ისპაჰანი სავარაუდოდ რჩება იმ ადგილად, სადაც ირანს ჯერ კიდევ აქვს გამდიდრებული ურანი, რომელიც შეიძლება ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენონ. მაგრამ ამ ბირთვული ობიექტების გარდა ისპაჰანში მდებარეობს რამდენიმე სხვა სამხედრო კვანძიც და სწორედ მათზე ვხედავთ ახლა, რომ აშშ-ს B-52 ტიპის ბომბდამშენები იწყებენ შეტევას, როცა ისინი უფრო ღრმად შედიან სახმელეთო ტერიტორიაზე. კადრები ამას აჩვენებს. ირანიდან ვრცელდება რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს დაბომბვები, რომლებიც აფეთქებების ჯაჭვურ რეაქციებს იწვევს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში. AP News-მა გააზიარა ამ ვიდეოების ნაწილის კომპილაცია, რომლებიც ყველა ქალაქში მყოფმა თვითმხილველებმა გადაიღეს. 40 წამზე მეტ ხანს ჩვენ ვხედავთ ერთსა და იმავეს განმეორებით. დამანგრეველი აფეთქებები უზარმაზარ ცეცხლის ბურთებს ცაში ისვრის, რასაც თან სდევს დიდი კვამლის სვეტები. ზოგ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ აფეთქებების მთელ ჯაჭვურ რეაქციებს, რაც ან მრავალი ბომბის ჩამოგდებას, ან ადგილზე განადგურებული საბრძოლო მასალის მეორად აფეთქებებს მიუთითებს. აშშ თავადაც არ ერიდება ამ კადრების გაზიარებას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ ანგარიშზე გააზიარა კადრები და დარტყმების ჯაჭვური რეაქციიდან, რომლებიც მოკლედ ჩანს AP News-ის ვიდეოში. ვიდეოს ეს უფრო გრძელი ვერსია ასევე შესაძლოა აჩვენებდეს იმ სამიზნეების ტიპებს, რომლებზეც აშშ ახორციელებს დარტყმებს, მას შემდეგ რაც B-52-ები ისპაჰანის თავზე გაუშვა. აფეთქებების ზომისა და ხასიათის მიხედვით, როგორც ჩანს, ამერიკის ბომბები მოხვდა გამაგრებულ მიწისქვეშა საბრძოლო მასალის საწყობს ირანის მნიშვნელოვან ქალაქში. ეს ნიშნავს, რომ გამოყენებულია ბუნკერბასტერები, რაზეც ახლავე ვისაუბრებთ. თუ ცოტა ხნით ისევ ისპაჰანს დაუბრუნდებით, იმ აზრს, რომ აშშ-მ ახლახან დაარტყა ქალაქის ერთ-ერთ საბრძოლო მასალის საწყობს, თავისი B-52-ებით ამყარებს ის ფაქტი, რომ ისპაჰანში მდებარეობს უზარმაზარი სარაკეტო კომპლექსი. ბირთვული საფრთხის ინიციატივა აცხადებს, რომ ეს კომპლექსი ირანში ყველაზე დიდი სარაკეტო აწყობისა და წარმოების ადგილია და ის 1980-იან წლებში აშენდა ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარებით. აქვეა, სადაც ირანმა შეიმუშავა შაჰაბ-4-ის სისტემა, რომელიც დასავლეთში ბევრის აზრით შექმნილია ირანის შორმანძილზე მოქმედი იარაღის გასაშვებად. ბირთვული საფრთხის ინიციატივის განცხადებით ირანი ასევე აწარმოებს M-კლასის რაკეტებს და ჩინურ HY-2 სილქორმებს ისპაჰანში. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ამ ირანულ ქალაქში მიწისქვეშ უამრავი ასაფეთქებელი საბრძოლო მასალაა დამალული. და ეს ისევ ბუნკერების გამანადგურებლებზე გვაბრუნებს. ალ-ჯაზირას ინფორმაციით, აშშ-მ თავისი B-52 ბომბდამშენების რეისები მხოლოდ ისპაჰანზე აღშეზღუდა. თეირანი და კიდევ რამდენიმე ირანული ქალაქი ასევე იყო სამიზნე, მაგალითად ქარაჯი, სადაც მრავალი სამრეწველო ზონაა განთავსებული. თუმცა სწორედ ისპაჰანზე ჩამოგდებულმა ბუნკერების გამანადგურებლებმა, სავარაუდოდ იმ 2000 ფუნტიანმა ბომბებმა, რომლებიც ადრე ვახსენეთ, მიიპყრო მთელი მედიის ყურადღება. იმ კადრებს მიღმა, რაც აქამდე გაჩვენეთ, ალ-ჯაზირა იუწება, რომ აშშ-მ თავისი ძლიერი ბუნკერების გამანადგურებლები ისპაჰანის გარშემო მთიან რეგიონებში ჩამოაგდო, რამაც კიდევ უფრო მეტი მეორადი აფეთქება გამოიწვია. სავარაუდოდ, რადგან ირანის საბრძოლო მასალისა და რაკეტების მარაგები ცეცხლში გაეხვა. იგივე წყარო ამატებს, რომ აშშ-ს საჰაერო დაბომბების კამპანიამ ასევე მოიცვა ირანის ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა ფოლადის საწარმოები, პეტროქიმიური ქარხნები და თუნდაც ბირთვუ ობიექტებული ობიექტებიც კი.
ასე რომ აშშ მხოლოდ სამხედრო ობიექტების მიზანში ამოღებიდან გადადის იმაზე, რომ თავისი B-52-ებით ირანის წარმოების საშუალებებსაც ანადგურებს. ოპერაცია ეპიკური რისხვა უფრო გამოფიტვის კამპანიად გარდაიქმნება და B-52-ები ამ ყველაფრის ცენტრში არიან. თუმცა ისინი შეიძლება კიდევ რაღაცის ცენტრშიც აღმოჩნდნენ, რაც ყველას მოულოდნელად დაატყდა თავს. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ასეთი ანალიზი გსურთ იხილოთ, დაწმუნდით, რომ ახსე გამოწერილი ხართ. დაუბრუნდეთ იმას, რასაც ისპაჰანში არავინ ელოდა. ადრე ვახსენე, რომ ისპაჰანი როგორც ჩანს, ყველაზე სავარაუდო საცავია გამდიდრებული ურანისთვის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ირანი ინახავს ამ ურანს, რათა შეინარჩუნოს ბირთვული ბინძური ბომბის შექმნის მუქარა. ირანს თითქმის 1000 ფუნტი ასეთი ურანი აქვს, რომელიც გამდიდრებულია ასაფეთქებელი U-235 იზოტოპის 60%-მდე და მას აღარ სჭირდება ბევრი დამუშავება, რომ მიაღწიოს 90%-იან გამდიან გამდიდრების დონეს, რაც ბირთვული ბომბის დასამზადებლად არის საჭირო. აშშ-ს არ სურს, რომ ირანს ჰქონდეს ეს ურანი. ის იმდენად სურს ირანის ბირთვული შესაძლებლობების ჩამორთმევა, რომ უკვე გავრცელდა ხმები თითქოს აშშ-ში ამზადებს გაბედულ სახმელეთო ოპერაციას, რომლის პარგლებშიც ისპაჰანში სპეციალური დანიშნულების ძალების გადასხმა იგეგმება. ამ ხმების მიხედვით ამ ჯარისკაცების მიზანი იქნებოდა ირანის ურანის ამოღება, ქალაქის მიწისქვეშა ბირთვული ბუნკერიდან და შემდეგ სწრაფად დატოვებდნენ ტერიტორიას, ვიდრე მის დაკავებას შეეცდებოდნენ. ეს გაბედული გეგმაა, რომელიც უამრავ საფრთხეს შეიცავს. ყოველი წუთი, რომელსაც აშშ-ში ჯარები ისპაჰანის ობიექტზე გაატარებენ, იქნება წუთი, როცა ისინი ირანის რაკეტებისა და დრონების დაცვის დაუცველები იქნებიან. სწორედ აქ ერთვებიან საქმეში B-52-ები. Ynet News-ი ვარაუდობს, რომ ისპაჰანში დარტმებს თამდევი ფეიერვერკები კარგია, მაგრამ შესაძლოა ისინი ამერიკის ნამდვილი მიზნების დაფარვას ემსახურებოდეს. იგი მიუთითებს, რომ ის, რასაც ახლა ქალაქში ვხედავთ, შესაძლოა იყოს აშშ-ის კოორდინირებული მცდელობა, ეფექტურად დამარხოს ისპაჰანში შენახული გამდიდრებული ურანი. იდეა ისაა, რომ გამოიყენონ ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბები, როგორიცაა B-52-ზე განთავსებული, რათა ჩამოინგრიოს გვირაბები, რომლებიც ირანის ურანის საცავებთან მიდის. თუ აშშ ამას შეძლებს, ამბობს Ynet-ი, ეს ობიექტები ირანისთვის 1 წლის ან მეტხანს მიუწვდომელი გახდება, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ აშშ-ს აღარ მოუწევს სპეციალური ძალების გაგზავნა მავნე მასალის გამოსატანად. ეს თეორია უფრო ლოგიკური ხდება, რაც უფრო მეც ფიქრობ მასზე. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ყველა ბანკერ-ბასთერი მიზნად ისახავს აფეთქებადი ობიექტების, მაგალითად ირანის საბრძოლო მასალის საწყობების განადგურებას. ისპაჰანის გვირაბების ქსელის დასანგრევად შექმნილი ბომბების აღმოჩენა ბევრად უფრო რთული იქნებოდა. ისინი მიწის ქვეშ შეაღწევდნენ და აფეთქდებოდნენ, რაც აშკარა შედეგებს გამოიწვევდა, თუ ახლოს იქნებოდით ობიექტთან. მაგრამ გვირაბების ჩამონგრევისას ცაში უზარმაზარი ცეცხლის ბურთები არ ჩნდება. ნახავთ კვამს და ნამსხვრევებს, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ფეიერვერკებს. შეიძლება ის ხმაურიანი B-52-ის იერიშები მხოლოდ საფარი იყო იმისთვის, რაც რეალურად გააკეთეს ამერიკულმა B-52-ებმა ისპაჰანში. Ynet-ი ასე ფიქრობს. მათი მტკიცებით ამერიკელმა ბომბდამშენებმა თავიანთი იერიშები ისე შეათანხმეს, რომ გვირაბები ჩამოანგრიეს, მაგრამ თავად ურანი არ გაანადგურეს. როგორც ეს წყარო ამბობს, ურანი ახლა 100 მეტრის, ანუ თითქმის 330 ფუტის სისქისქის მყარ ქანებშია ჩაგედილი. შეიძლება მომდევნო დღეები გამოავლენს, რომ ამერიკამ ბევრად მეტი შეძლო, ვიდრე ის შთამბეჭდავი და აშკარა შედეგები, რაც აქამდე ვნახეთ. ირანი თავის მხრივ ცდილობს უპასუხოს ამერიკის B-52-ების იერიშს ისპაჰანში. Times of India-მ 31 მართვის ანგარიში განაცხადა, რომ ირანმა იერიშებზე პასუხად ისრაელის მიმართულებით რაკეტების მასიური გასროლა განახორციელა, თუმცა მათი უმეტესობა ჩამოაგდეს ან ღია ტერიტორიებზე დაეცა და მსხვერპლის შესახებ დაუყოვნებელი ინფორმაცია არ გავრცელებულა. Al-Jazeera სხვაგვარად წერს 1 აპრილის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ მიზანს მიაღწია და შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. ირანი კლავ ცდილობს აჩვენოს, რომ უკან დახევას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ B-52 ტიპის ბომბდამშენები უპრობლემოდ დაფრინავენ მის თავზე, თუმცა რამდენად რეალურია ეს გზავნილი სადაოა, რადგან აშშ ახლა ამტკიცებს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტას ცდილობს. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, უნდა უპასუხოთ კითხვას, როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელის განადგურების შესახებ უკვე ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია. ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ოპერაცია მქუხარე ხაზის დაწყებიდან 1 კვირაც არ იყო გასული, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებდნენ, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80% განადგურებულია. ეს კარგი დასაწყისი იყო, მაგრამ საკმარისი არ იყო იმ საჰაერო უპირატესობისთვის, რაც საჭიროა იმ ხმელეთზე განხორციელებული B-52-ის დარტმებისთვის, რასაც ახლა ვხედავთ. ეს კარგი დასაწყისი იყო, მაგრამ საკმარისი არ იყო იმ საჰაერო უპირატესობისთვის, რაც საჭიროა იმ ხმელეთზე განხორციელებული B-52-ის დარტმებისთვის, რასაც ახლა ვხედავთ. ამიტომ აშშ და ისრაელი აგრძელებენ ნევნელა შემცირებას. მარტის 10-ისთვის ქეინი იუწყებოდა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის უმაღლესი კლასის საზენიტო სარაკეტო სისტემების უმეტესობა ამ ეტაპზე ფაქტობრივად აღარ წარმოადგენს საფრთხეს და ამატებდა, რომ აშშ-ის გამანადგურებელი თვითფრინავები ახლა შედარებით თავისუფლად დაფრინავენ. ეს ირანისთვის სერიოზული პრობლემაა. გამანადგურებელი თვითფრინავების დაუსჯელობა გადაიქცა ბევრად უფრო ნელა მოძრავი და დიდი B-52 ბომბდამშენების დაუსჯელობად, რადგან ეს გამანადგურებლები ირანის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვას ანადგურებენ.
ირანს მართლაც ჰქონდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც B-52-ის ჩამოგდებას უნდა შეძლებდეს. ბავარ 363, რომელიც ირანმა თავად დააგო, თითქმის 200 მილის მაქსიმალური აღმოჩენის დიაპაზონი აქვს, რაც ბევრად აღემატება B-52-ის 50000 ფუტიან ფრენის ჭერს, როგორც არმიის ტექნოლოგიები აღნიშნავს. ეს 300 PM2-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეები, რომლებიც ირანმა რუსეთიდან შეიძინა, ასე რომ შეძლებდნენ ამერიკის მოძველებული ბომბდამშენის დამიზნებას. პრობლემა ისაა, რომ ამას ვერ ახერხებენ. და მიზეზი, რის გამოც ამას ვერ ახერხებენ, ისაა, რომ თითქმის ყველა ისინი განადგურებულია. აშეტეში ახლა იმდენად დარწმუნებულია საჰაერო უპირატესობაში, რომ B-52-ები თითქმის ყველგან შეუძლიათ იფრინონ ირანში შიშის გარეშე. ვამბობ თითქმის, რადგან ირანში დარჩება საჰაერო თავდაცვის ცალკეული კერებიც. იქნება ეს მიწაზე დაფუძნებული სისტემები თუ მხარზე დასამაგრებელი man-pads-ები. ეს კერები მაინც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ სწორედ აქ ეხმარება უპრობლემოდ მფრენი გამანადგურებელი თვითმფრინავები. სენსორებით აღჭურვილებს შეუძლიათ ამ საფრთხეების გამოვლენა და განადგურება, ან სულ მცირე ინფორმაციის მიწოდება. B-52-ის პილოტებისთვის, რათა მათ იცოდნენ ირანის რომელი ტერიტორიები უნდა აიცილონ. ცხადია, ირანში ისფაჰანში რეალური საჰაერო თავდაცვა აღარ დარჩა. ამ ქალაქში B-52-ების მიერ განხორციელებული დარტყმების სერია ამის მტკიცებულებაა. B-52-ის მოდერნიზაცია მათ შეიძლება ხელი შეუწყოს იმ სახმელეთო დარტყმებს, რომლებსაც ახლა ვხედავთ. თავარია მათ შორის რადარის მოდერნიზაციის პროგრამა, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალებმა შეიმუშავეს მოძველებული ბომბდამშენისთვის. Business Insider-ის თქმით, რადარის განახლება, რომელსაც B-52 იღებს, მას უფრო ეფექტურს ხდის ელექტრონული ომის ტექნიკების წინააღმდეგ, რაც ირანის თავდაცვით არსენალს კიდევ ერთ იარაღს აკლებს. პირველი სატრანსპორტო ფრენა B-52-ის ამ ახალი რადარის სისტემით 2025 წლის დეკემბერში შედგა. ასე რომ ბომბდამშენები, რომლებიც ამჟამად ირანის საჰაერო სივრცეში დაფრინავენ, შესაძლოა ამ სისტემით იყვნენ აღჭურვილნი. ეს ყველაფერი ირანისთვის ნიშნავს იმას, რომ ბომბდამშენი, რომლის წინააღმდეგაც მისი მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა იყო შექმნილი, ახლა თავისუფლად დაფრინავს სადაც უნდა, რადგან ეს სისტემა აღარ არსებობს. ეს უკვე პრობლემა იყო მაშინაც კი, როცა B-52 გამოიყენებოდა როგორც დისტანციური საბრძოლო მასალის მატარებელი. 70,000 ფუნტიანი ტვირთამწეობით ამერიკის უძველესი ბომბდამშენი ერთ ჯერზე უფრო მეტ ცეცხლის ძალას ატარებს, ვიდრე ქვესახვერნის საჰაერო არსენალში ნებისმიერი სხვა თვითმფრინავი. მაგრამ ეხლა ეს უზარმაზარი ტვირთი ერთიანდება იმ მრავალმხრივ შესაძლებლობებთან, რაც B-52-ს ასე ცნობილს ხდის. აშშ-ის საჰაერო ძალები თავად აცხადებს, რომ B-52 შეუძლია გაუშვას იარაღის ყველაზე ფართო სპექტრი, აშშ-ის არსენალში არსებული ნებისმიერი თვითმფრინავიდან, თანაც მეტი რაოდენობით. გრავიტაციული ბომბები, ზუსტი მართვის რაკეტები, ჯეიდამები, ბუნკერების გამანადგურებლები, კლასტერული ბომბები, ნაღმები და თუნდაც ბირთვული ქობინები შეიძლება ჩაიტვირთოს ამ გიგანტურ თვითმფრინავში. ამიტომ, როდესაც B-52-ები დაფრინავენ ირანის თავზე, ირანს არასოდეს აქვს ზუსტი წარმოდგენა, რა პრობლემას შეხვდება შემდეგ. ადრე ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს, ეს იყო შორი მოქმედების საბრძოლო მასალა. ისფაჰანში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც ჩანს, ეს იყო ბუნკერების გამანადგურებლები. ხვალ შეიძლება რაღაც სხვა იყოს. არ არსებობს რეალური გზა გამოიცნო, სანამ ცეცხლის ძალა არ მოხდება მიზანს, და ეს ირანის რეჟიმისთვის სერიოზული პრობლემაა. ზუსტად ასეთი რამისთვის აშენდა B-52. ეს მსოფლიოში ყველაზე თვალშისაცემი თვითმფრინავი არ არის. მას არავინ უყურებს იმავე აღფრთოვანებით, როგორც F-35-ს ან B-2-ს, რომლებიც ორივე ელეგანტური, მოდური და უხილავია. მაგრამ ისინი ამერიკის საჰაერო ძალების სკალპელები არიან. B-52 კი ნგრევის ბურთია. და როდესაც ქვეყანას, როგორიც ირანია, საჰაერო თავდაცვის სისტემები თითქმის არ გააჩნია, ეს ნგრევის ბურთი შეიძლება ისევ და ისევ გამოიყენონ. მისი მრავალფეროვნება კი საშუალებას აძლევს მას, მონაწილეობა მიიღოს ოპერაცია ეპიკური რისხვის დინამიკურ სამიზნეებზე თავდასხმაში, რასაც ქეინი ამბობს, რომ აშშ-ში ახლა იწყებს განხორციელებას. ირანს აღარ დარჩა რეალური არჩევანი ამერიკის B-52-თან გასამკლავებლად, და სწორედ აქ შეიძლება ვიხილოთ ოპერაციის კიდევ ერთი ცვლილება. ჩვენ ადრე ვახსენეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანი ახლა ცეცხლის შეწყვეტას ეძებს, რადგან იცის, რომ B-52-ები ცაში არიან. მან Truth Social-ზე დაწერა ამის შესახებ და განაცხადა, ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტი, რომელიც ბევრად ნაკლებად რადიკალიზებულია და გაცილებით უფრო ჭკვიანია, ვიდრე მისი წინამორბედები, ახლახან სთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა. ტრამპი ამბობს, რომ აშშ განიხილავს ცეცხლის შეწყვეტას, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს კვლავ გახსნის, ასე რომ B-52-ების რეისები მინიმუმ მანამდე გაგრძელდება. მაგრამ აქ ერთი მოულოდნელობაა. ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები დაიწყო, ხოლო ირანი ამტკიცებდა, რომ აშშ საკუთარ თავთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ირანის რეჟიმი ახლა ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის თხოვნა არ ყოფილა. 31 მარტის ანგარიშში ებლეიმ განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თქვა, რომ მისი ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტას არ ეძებს. ირანს სურს მტრულობის სრული შეწყვეტა, გარანტიები მომავალი თავდასხმების წინააღმდეგ და კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რაც აშშ-ის შუმაქამდე მიაყენა ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ დათანხმდება ამ პირობებს, ასე რომ ალბათ ნებისმიერი შეჩერების, იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტა თუ რამე უფრო მუდმივი, საუბარი ნაადრევია. ან იქნება ასე არ არის.
კიდევ ერთ მოულოდნელობად ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა შეთანხმება საერთოდ არ იყოს საჭირო. 1 აპრილის ანგარიში BBC ამბობს, რომ პრეზიდენტი მიიჩნევს, მისი ქვეყანა შეძლებს ირანში საქმე 2 ან 3 კვირაში დაასრულოს. როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს სიხარულით გამოიყვანს ჯარს, როგორც კი დარწმუნდება, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა აღარ შეუძლია, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ირანის რეჟიმს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ჩვენ მათ 15-დან 20 წლამდე უკან დავხიეთ. მათ არ აქვთ საზღვაო ფლოტი, არ აქვთ სამხედრო ძალა, არც საჰაერო ძალები, ამტკიცებს ტრამპი და მხოლოდ ბირთვული საკითხი რჩება. შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი B-52-ები იყოს. თუ მათი ბუნკერების გამანადგურებლები ირანის გვირაბების ქსელის ჩამოსანგრევად გამოიყენეს, როგორც Ynet ამტკიცებს, მაშინ ირანს შესაძლოა აღარ შეეძლოს თავის გამდიდრებულ ურანზე წვებულ ურანზე წვდომა. კიდევ 2 ან 3 კვირის B-52-ების იერიშებმა შეიძლება გაანადგუროს საწარმოო ობიექტები და ცენტრიფუგები, ხოლო კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს სამხედრო ძალას, რომელიც როგორც ტრამპი ამტკიცებს, 10 წლეულებით უკან დაიხია. შესაძლოა ახლა მხოლოდ ის დარჩა, რომ B-52-ებმა ირანის ბოლო ბუნკერებით საბოლოოდ გაანადგურონ. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, შეთანხმებას აშშ-თვის დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. B-52 შორსაა ერთადერთი ძველი საჰაერო პლატფორმისგან, რომელსაც აშშ-ში ახლა ირანში გამოიყენებს, როცა საჰაერო უპირატესობა მოიპოვა. ფენოვანი საჰაერო თავდაცვა ირანის წარმატების გასაღებად მიიჩნეოდა. ამ თავდაცვით შეეძლო აშშ-ს მხოლოდ სტელს ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების გამოყენება დაეშვა. სხვა ყველაფერი ჩამოაგდებოდათ. მაგრამ ეს გეგმები დიდი ხანია, რაც აღარ არსებობს. ეხლა აშშ-ს AH-64 აპაჩები და A-10 ვართოგები ირანში ოპერირებენ. ისინი ჯოჯოხეთს ასხამენ ირანის სამხედრო ძალებზე, ასრულებენ თავიანთ როლს მისი რუკიდან წაშლაში, ისეთი დარტყმებით, რომ ირანს არასდროს უფიქრია, ასე თუ დაარტყამდნენ. და როგორ ხდება ეს? იმიტომ რომ აშშ-მ ირანში საჰაერო უპირატესობა მოიპოვა. თუ იცნობთ მათ, გიყვართ ისინი, განაცხადა აშშ-ის ომის მდივანმა Pete Hegsethმა 26 მარტს, როდესაც გამოაცხადა, რომ აპაჩის ვერტმფრენები და A-10 ვართოგები ირანის საჰაერო სივრცეში დაუსჯელად დაფრინავენ. და აპაჩის საბრძოლო ვერტმფრენები ირანის საჰაერო სივრცეში და ჰორმუზის სრუტეში სურვილისამებრ ასრულებენ 11 მისიებს, დაამატა Hegsethმა. და ეს გვიჩვენებს, რომ ირანს არ აქვს ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის პასუხი აშშ-ის საჰაერო დარტყმებზე, რასაც აშშ-ში უქმნის. ეს საჰაერო აპარატები საერთოდ არ არიან სტელსები, პირიქითაც კი. Hegseth მათ აღწერს როგორც ნელა და დაბალ სიმაღლეზე მფრენ აპარატებს, განსაკუთრებით თუ შევადარებთ F-35-სა და B-2 სპირიტის ტიპის უხილავ ბომბდამშენებს. და ეს ფაქტი მარტო უკვე გიჩვენებთ, რამდენად სერიოზულად არის დასუსტებული ირანის საჰაერო თავდაცვა. ასეთი ნელი, დაბალ სიმაღლეზე მფრენი და ახლო საჰაერო მხარდაჭერის პლატფორმები მხოლოდ მაშინ იგზავნება, როცა მტერს აღარ აქვს სერიოზული საჰაერო თავდაცვა, განაცხადა Hegsethმა თავის განცხადებაში. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება თამამ განცხადებად მოგეჩვენოთ, ეს ძირითადად სიმართლეა. აპაჩები და A-10-ები ფლენას იმიტომ ახერხებებენ, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა და ოპერაცია მრტყვინავი ლომი ირანის საჰაერო თავდაცვას სერიოზულად დაარტყა. მარტის 5-ისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების, ანუ IDF-ის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი აიალ ზამირი აცხადებდა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80%-ის განადგურება ან გამორთვა ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმების დაწყებიდან პირველ 24 საათში მოხერხდა. ეს ირანისთვის ნიშნავს იმას, რომ მას დარჩა იზოლირებული საჰაერო თავდაცვის კვანძები, ხშირად მხოლოდ ჯარისკაცები მხარზე დასამაგრებელი სისტემებით, რომლებიც ვერ ასწრებენ რეაგირებას იმ დარტყმებზე, რომლებიც უფრო სწრაფად სრულდება, ვიდრე ისინი მოახერხებენ პასუხისგაცემას. ირანის მრავალფენიანი თავდაცვა პრაქტიკულად უმნიშვნელო გახადა აშშ-მ და ისრაელმა. თუმცა ზამირის კომენტარები სრულ სურათს არ ასახავს. ირანის საჰაერო თავდაცვის პრობლემები ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ოპერაცია ეპიკური რისხვა და ოპერაცია მრტღვინავი ლომი დაიწყებოდა. უკვე 12 დეკემბერს Forbes-ი უწყებოდა, რომ ირანს ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის კრიტიკული ხარვეზები ჰქონდა და როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ასევე აშშ-ს წინააღმდეგაც. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰასან რუხანიმ მკაცრად შეაფასა ეს თავდაცვა და განაცხადა, ირანის ცა მტრისთვის სრულიად უსაფრთხო გახდა. ჩვენ აღარ გვაქვს ნამდვილი შეკავების ძალა. ჩვენი მეზობელი ქვეყნების, ერაყის, სირიის, ლიბანისა და იორდანიის საჰაერო სივრცეს მთლიანად აშშ და ისრაელი აკონტროლებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აშშ და ისრაელს ირანთან იმდენად ახლოს ჰქონდათ ბაზები, რომ პრაქტიკულად სურვილისამებრ შეეძლოთ შესვლა, ჯერ კიდევ ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე. ეს იყო პრობლემა, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ აშშ-ს და რომ აშშ-ს და ისრაელს უკვე ერთხელ ჰქონდათ ირანის საჰაერო თავდაცვა დაძლეული. ივნისის ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს, რომელმაც გამოიწვია 12 დღიანი ომი ირანსა და ისრაელს შორის, ირანის საჰაერო თავდაცვის დიდი ნაწილი საათებში განადგურდა. ეს ირანის პრობლემის ძირეული მიზეზია. მიუხედავად იმისა, რამდენად შთამბეჭდავადაც ჟღერს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის 80%-ის განადგურება, ირანის მიერ A-10-ებისა და აპაჩების საჰაერო სივრცეში შეჭრის აღკვეთის ასეთი მარცხის ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ ეს თავდაცვები კომპრომეტირებული იყო მანამდე, სანამ ეს პლატფორმები საერთოდ გამოჩნდებოდნენ.
იმ დროისთვის, როცა დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა, Army Technologies ცნობით, ირანის რეჟიმს მხოლოდ დაახლოებით 100 საჰაერო თავდაცვის გამშვები დანადგარი ჰქონდა დარჩენილი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დანადგარები თავსებადი ყოფილიყო ყველა იმ რაკეტასთან, რომლის გამოყენებაც ირანს სურდა და სჭირდებოდა აშეტეშის საჰაერო იერიშების წინააღმდეგ. ირანი თავიდანვე წაგებულ პოზიციაზე იყო. ნახევარი წელიც კი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა იმ მდგომარეობამდე დაებრუნებინა, როგორზეც ის იყო, როცა ისრაელმა და აშშ-მ ის ივნისში დაასუსტეს. სწორედ ამ ფაქტის გამო შეუძლიათ ახლა აპაჩებსა და ეიტენებს ირანის მასშტაბით სამხედრო სამიზნეები რუკიდან გააქრონ. თუ ირანს საჰაერო თავდაცვა ექნებოდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. აპაჩი მარტო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მარტივი სამიზნეა. მხოლოდ 20,000 ფუტის სერვისული ჭერით ის უნდა იყოს დასაფრთხამი, თუნდაც იმ ძველი რუსული და ჩინური საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომლებიც ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელს შეადგენენ. მაგალითად, SAMAS-ი, რომელიც ვიცით, რომ ირანშია, გავრცელებული ცნობებით, შეუძლია დაარტყას სამიზნეებს ცაში 19 მილის სიმაღლეზე. მართალია, ეს მაჩვენებელი SAMAS-ის ყველაზე თანამედროვე ვერსიას ეხება, მაგრამ ეს მაინც დაახლოებით 5-ჯერ მეტია, ვიდრე აპაჩის მაქსიმალური სიმაღლე. და სისტემის ძველი ვარიანტებიც კი ისვრიან რაკეტებს, რომლებიც ასევე ბევრად აღემატება აპაჩის სერვისურ ჭერს. ის ფაქტი, რომ აპაჩი საერთოდ დაფრინავს ირანში, მიუთითებს, რომ ჰეგზათი სრულიად მართალია ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ძირითადად ასეა. ვერ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ 80% არ ნიშნავს 100%-ის. ირანს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული საჰაერო თავდაცვის სისტემები, თუმცა რა სისტემებია ეს და სად მდებარეობს უცნობია. მაინც როგორც Army Recognition მიუთითებს, ეათიტებსა და აპაჩების მოქმედება ჰორმუზის სრუტეზე ამას ადასტურებს. აშშ-მ სულ-მცირე, შექმნა დიდი, ლოკალური საჰაერო უპირატესობის ზონები. და სავარაუდოდ შეუძლია ამ დერეფნების ღიად შენარჩუნება, ელექტრონული ომის, წინწაწეული ბაზირების და ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩახშობის კომბინაციით, რომელსაც ირანი შეეცდება გამოიყენოს აშშ-ს ავიაციის წინააღმდეგ. უპირატესობა ასევე გარდაიქმნება უზენაესობაში, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ს კიდევ უფრო დიდი კონტროლი ექნება ირანის საჰაერო სივრცეზე. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მოდით გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ იტენებს აშშ თავის ეათიებს და აპაჩებს ირანში. ჰეგზის კომენტარები მიუთითებს, რომ ორივესთვის მთავარი აქცენტი ირანის წყლებზე განმეორებით მისიონებზე კეთდება, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეზე. თუ ასეა, მაშინ ეს ნამდვილად ის პლატფორმებია, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობები, რაც მათ იდეალურად უხდება ამ კონკრეტულ ამოცანას. 10 თავისი ტიტანის ჯავშნით, მრავალჯერადი სარეზერვო ფრენის სისტემებით, დაბალ სიმაღლეზე ფრენის უნარით და რა თქმა უნდა, ფოლადის გამანადგურებელი GAU-8A 30 მმ-იანი ქვემეხით თითქმის მიზანმიმართულად შექმნილად ჩანს. იმ სწრაფი შეტევითი ნავების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებსაც ირანი იყენებს სავაჭრო გემების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ჰობენ-ჰორმუზის სრუტეში გავლას. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად A10 შეიქმნა როგორც ტანკების გამანადგურებელი, რომელსაც შეეძლო სახმელეთო ძალებისთვის მხარდაჭერის გაწევა. დღეს ის ჩამოყალიბდა როგორც მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელსაც იყენებენ მაშინ, როცა მტრის საჰაერო თავდაცვა უკვე განადგურებულია. სწრაფი ნავები დაზიანებულია A10-ის ქვემეხებით, მაგრამ ასევე არ უნდა შევაფასოთ მისი თვითფრინავის კონსტრუქცია ნაკლებად, რადგან ის ეფექტურად გამოიყენება ირანის მატერიკზე სამიზნეების დასარტყმელადაც. საბოლოოდ ჩვენ უკვე ვნახეთ კადრები, სადაც A10 იყენებს თავის ქვემეხებს ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციის დაჯგუფების ბაზის გასანადგურებლად ერახში, ასე რომ ვიცით, რომ ის უტევს სამიზნეებს როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. იმ თავდასხმაში A10-მა თავისი ქვემეხი გამოიყენა. სავარაუდოდ სხვებსაც უნახავთ, როგორ იყენებს ის დისტანციური ტიპის საბრძოლო მასალებს, რომლებსაც პლატფორმაზე ტვირთავენ. ეს არის საბრძოლო თვითფრინავი, რომელსაც შეუძლია AGM-65 Maverick-ის რაკეტების და როგორც ლაზერული, ასევე GPS-ით მართვადი ბომბების გაშვება. ორივე მათგანი შექმნილია იმისთვის, რომ მიზნიდან რამდენიმე მილით დაშორებით გაუშვან, რაც ამ პროცესში ამ მიზნების საჰაერო თავდაცვითი სისტემებისგან მომდინარე საფრთხეს ამცირებს. AM-9 Sidewinder-ის რაკეტებით შეიძლება ჩატვირთოს A10-ში, რაც მას საჰაერო საფრთხედ აქცევს ირანული დრონებისა და ირანის საჰაერო ძალების ძველი თვითფრინავებისთვის. მრავალმხრივობა არის მთავარი უპირატესობა A10-ისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტეში მისი მოქმედება შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ირანს ართმევს მთავარ ბერკეტს, რომელსაც ის ოპერაცია ეპიკური რისხვის დასრულების იძულებისთვის იყენებდა. A10-ის მრავალმხრივობა ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ირანის ნებისმიერ წერტილში. დიახ, ის მოწყვლადია თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, როგორიცაა ეს SAMAS-ი, რომელიც ადრე ვახსენეთ, მაგრამ სწორედ აქ შემოდის თამაში ამერიკის საჰაერო უპირატესობა. სანამ A10-ები დარჩებიან იმ უსაფრთხო სივრცის ჯიბეებში, რომელიც აშშ-მ და ისრაელმა შექმნეს, ის არის განადგურების მანქანა, რომელიც იმდენი საბრძოლო ძალით არის დატვირთული, რომ მის სამიზნეებს ყოველ ჯერზე როცა მოხვდებიან, გონიათ რომ სამყაროს აღსასრული დადგა. რაც შეეხება აპაჩის ვერტმფრენებს, ისინი ისეთივე მრავალმხრივები არ არიან, როგორც A10. თუმცა მათ აქვთ Hellfire-ის რაკეტები და 30 მმ-იანი ჯაჭვური ქვემეხები, რაც კიდევ ერთხელ ძალიან გამოსადეგს ხდის მათ ჰორმუზის სრუტეში. აპაჩი საკმარისად სწრაფია, რომ დააფიქსიროს და დაარტყას ირანის სწრაფშეტევით ნავებს. პლუს ეს ვერტმფრენია. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია ჰაერში გაჩერება და ნელა ფრენა, რათა მოემსახუროს ესკორტად აშშ-ს საზღვაო და სავაჭრო გემებს, რომლებიც ცდილობენ სრუტის გავლას.
გრძელვადიანი ოპერაციები. სადავო საჰაერო სივრცეში ამ შეტევითი ვერტმფრენისთვის სახიფათო იქნება, რადგან მისი მოქმედების რადიუსი, სიჩქარე და მოწყვლადობა, როგორც ინფრაწითელი, ასევე რადარით მართული საფრთხეების მიმართ, მას სამიზნედ აქცევს. მაგრამ როგორც AAT-ებს ამერიკულ აპაჩებსაც არ ხვდებიან. ირანს უბრალოდ არ აქვს საჭირო რესურსი, რომ მათ დაარტყას. და ეს ალბათ უფრო მეტადაც კი, ვიდრე ის პროცენტული მაჩვენებლები, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალები ასახელებენ. არის მტკიცებულება იმისა, რომ ირანის ცაზე კონტროლი ახლა ASHS-ს ეკუთვნის. რასაც ახლა ხედავთ, არის მაღალი ინტენსივობის კამპანია, რომელსაც ამ სტელსის გარეშე პლატფორმებით აძლიერებენ. და სწორედ ასეთ საკითხებს ვაშუქებთ ჩვენ სამხედრო შოუში. თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად მიიღოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. 25 მარტის მდგომარეობით ASHS-ში ირანში მინიმუმ 10,000 სამიზნე დაარტყა. ეს ნიშნავს სამიზნეების დათმას და არა 10,000 საბრძოლო მასალის გასროლას. ეს არის საჰაერო კამპანია ისეთი მასშტაბით, რომ ASHS-ს უბრალოდ რამდენიმე ტიპის თვითმფრინავით ამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მაღალტევადიანი პლატფორმები, როგორიცაა ამერიკის ძველი ბომბდამშენები და AAT, აუცილებელია იმისთვის, რომ შენარჩუნდეს უწყვეტი ცეცხლის ძალა, რომელიც მხარს უჭერს გამანადგურებლებსა და სტელს ბომბდამშენებს, რომლებიც ირანში უფრო ზუსტ ოპერაციებს ატარებენ. ზემოქმედება ირანის სამხედრო ძალებზე დამანგრეველი იყო. ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით იღუპებიან, დაწყებული ყოფილი უზენაესი ლიდერ ალი ხომეინით, რომელიც ოპერაცია ეპიკური რისხვის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო. ASHS-ში ამტკიცებს, რომ ირანის საზღვაო ხომალდების 82% გამოთიშულია და მისი რაკეტების გაშვება 90%-ით შემცირდა. მიზანმიმართული კამპანიის შედეგად, რომელიც რაკეტების გაშვების ადგილების განადგურებას ისახავდა მიზნად. სარდლობისა და კონტროლის ცენტრები ძლიერად ზიანდება. იგივე ხდება საწარმოო ობიექტებთანაც და როგორც ჩანს, AAT ამ ყველაფრის ცენტრშია. ჰორმუზის სრუტეში სწრაფი ნავები იძულებულნი არიან გაუმკლავდნენ ამ მრავალფუნქციური შეტევითი თვითმფრინავისა და აპაჩის ვერტმფრენის კომბინაციას. მიწაზე ნებისმიერი სამხედრო ობიექტი, რომელსაც საჰაერო თავდაცვა არ აქვს, რაც ამ ეტაპზე უმეტესობას ეხება, დიდი ალბათობით ოდესმე AAT-ის შეტევის სამიზნე გახდება. ირანის სარაკეტო ინფრასტრუქტურამ განსაკუთრებით მძიმე დართვა მიიღო ASHS-ის საჰაერო ძალებისგან. 29 მარტს Washington Post-მა გამოაქვეყნა სატელიტური სურათები, რომლებიც ასახავს ზიანს, რომელიც მიადგა ირანის ყველაზე მნიშვნელოვან გაშვების ობიექტებს. გამოცემის ინფორმაციით, ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების შემდეგ ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვების მინიმუმ 29 ობიექტი მიწასთან გაასწორეს, რაც ირანული რაკეტების გაშვების მკვეთრი შემცირების ერთი მთავარი მიზეზია, რასაც მარტის დასაწყისიდან ვხედავთ. ASHS-ში ასევე უტევს ობიექტებს, რომლებიც ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ობიექტების მთელი ქსელი არსებობს ირანში, რომელთაც ირანის თავდაცვის სამინისტრო და ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი აკონტროლებენ. ამ დროისთვის ASHS-შიმ დაარტყა ამ ქსელში არსებულ 4 ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტს, რომლებიც ბალისტიკური რაკეტებისთვის საწვავს ამზადებენ, რომელთა წარმოებაც ირანს სურს. შარუდი, პაჩინი, ხაჯირი და ჰაკიმია ყველა დაზიანდა იმაზე მეტად, ვიდრე ირანსა და ისრაელს შორის 12 დღიანი ომის დროს მიიღეს. ეს არის გონივრული სამიზნეები. თუნდაც ყველაზე კარგად აშენებული რაკეტები ვერ წავა არსად, თუ საწვავი და გამშვები არ ექნება. და რადგან ირანის საჰაერო თავდაცვა დასუსტებულია, ამერიკის AAT-ები დაფრინავენ სხვა მრავალი თვითმფრინავისთან ერთად და აგდებენ ბომბებსა და დისტანციურ საბრძოლო მასალებს, სწორედ ასეთი ობიექტების გულში. მაგრამ AAT-ისთვის საქმე კიდევ უფრო კარგადაა. გახსოვთ ადრე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იყო ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელის განადგურების საფუძველი ჩაყრილი ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე. AAT, როგორც ჩანს, ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველივე დღეებიდან მონაწილეობდა ირანის საჰაერო თავდაცვის ნარჩენების განადგურებაში. Army Recognition განმარტავს და აღნიშნავს, რომ მთავარი ფაქტორი, რის გამოც აპაჩები და AAT-ები ახლა ირანში არიან, ამერიკის მიერ საჰაერო უპირატესობის ადრეული დამყარებაა. Stealth პლატფორმებმა, როგორიცაა F-35 და B-2 Spirit, ოპერაციის პირველ დღეებში მთელი ყურადღება მიიპყრეს, რადგან მათ შეძლეს შეუმჩნევლად შეჭრილიყვნენ ირანში და გადაეცათ ცეცხლის ძალა კრიტიკულ სამხედრო ობიექტებზე. F-22-ებიც ასევე იყვნენ ადრეული ტალღების ნაწილი. ისევ იმიტომ, რომ მათ აქვთ სტელსის შესაძლებლობები, რაც უზრუნველყოფს, რომ ირანის საჰაერო თავდაცვა მათ ვერ ჩამოაგდებს. ამ ყველაფერს აზრი აქვს, მაგრამ ამ პერიოდში AAT-ების ყოფნას არა. მაგრამ რაც მოხდა ისაა, რომ ASHS-მ შეძლო ამ სტელს პლატფორმების გამოყენების კომბინაცია კიბერ და ელექტრონულ ომთან, ანუ EW-სთან, რათა შეესუსტებინა ირანის საჰაერო თავდაცვა, მაშინაც კი როცა თავად სისტემები განადგურებული არ იყო. ირანის რადარებისა და სენსორული ქსელების მოშლა, რაც ASHS-მ განახორციელა როგორც კოსმოსური ოპერაციებით, ასევე EA-18G Growler-ის ტიპის თვითმფრინავებით, რომლებიც აღჭურვილი იყო ელექტრონული ომის აპარატურით, ქმნიდა დროებით დერეფნებს, სადაც საჰაერო თავდაცვის საფრთხე შემცირებული იყო. ამან გზა გაუხსნა AAT-ებს და მოგვიანებით აპაჩებს, რომ შესულიყვნენ დაერტყათ საჭირო სამიზნეებზე და ისევ გამოსულიყვნენ მანამ, სანამ ირანის საჰაერო თავდაცვა კვლავ ამოქმედდებოდა. ეს მიდგომა ასევე ქმნის შესაძლებლობას, რომ AAT-ები გამოიყენებოდა ირანის საჰაერო თავდაცვის პირდაპირი დატყმებისთვის. თავდაცვის დანაყოფები, რომლებიც კომპრომეტირებული იყო კიბერ და ელექტრონული ომის ოპერაციებით,
ამ მიდგომაში გარკვეული ირონია. სწორედ ის ტიპის პლატფორმა, რომელსაც ეს თავდაცვა უნდა ებრძოლოს, თავად არის მათი განადგურების მიზეზი. ათიები და აპაჩები ეხლა ირანის თავზე დაუსჯელად დაფრინავენ, რაც გვიჩვენებს, რომ ის საჰაერო უპირატესობა, რაზეც ვსაუბრობდით, გარდაქმნის ვარზეა და ნამდვილ საჰაერო ბატონობაში გადადის. ზოგი უკვე ფიქრობს, რომ ირანში სწორედ ასეთი მდგომარეობაა, მათ შორის აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ყოფილი მეთაური და CIA-ის დირექტორი დევიდ პეტრეუსი. ამ ეტაპზე ირანის საჰაერო და ბალისტიკური თავდაცვა დიდად არ გვაშფოთებს, თუ მძიმე ტყვიამფრქვევების რადიუსზე მაღლა დარჩები და ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია თავისუფლად იმოქმედო, ამტკიცებს პეტრეუსი და ამატებს. მე ვიტყოდი, რომ ახლა უკვე ნამდვილი საჰაერო ბატონობა გვაქვს და არა უბრალოდ საჰაერო უპირატესობა. მაგრამ ვფიქრობ, ხალხი სწორად არის ფრთხილი ასეთი შეფასებების საჯაროდ გაკეთებისას. ფრთხილობა ნამდვილად მნიშვნელოვანია. ირანის მთავარი საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძლება თამაშიდან ამოვარდნილი იყოს, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს ტყვიამფრქვევები და მხარზე დასამაგრებელი ანტისაჰაერო რაკეტსატყორცნები, რომლებიც ადრე ვახსენეთ. აშშ-ის სარდლობის მარალჩინოსნები შესაძლოა კვლავ ამჯობინებდნენ საჰაერო უპირატესობის, ვიდრე საჰაერო ბატონობის პრეტენზიას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ცალკეული საფრთხეების გარდა, აშშ-ს შეუძლია თითქმის ნებისმიერი საჰაერო პლატფორმა შეიყვანოს ირანის საჰაერო სივრცეში და პრაქტიკულად არ შეხვდეს წინააღმდეგობას. საუკეთესო რაც ირანმა შეძლო, იყო ამერიკული I-3 ცენტრის დაზიანება, თუმცა ამისთვისაც კი საჭირო გახდა რაკეტით დარტყმა საუდის არაბეთში მდებარე ბაზაზე და არა ანტისაჰაერო სისტემიდან ნასროლი რაკეტა. შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი CENTCOM-ის მეთაური და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალი ფრენკ მაკკენზი ყველაზე კარგად აჯამებს ირანის სამხედრო მდგომარეობას ამჟამად. ფიქრობ, ჩვენ ვასრულებთ იმ მიზნებს, რომლებიც დავისახეთ. CENTCOM ახორციელებს ხანგრძლივ წინასწარმომზადებულ კამპანიის გეგმას. ჩვენ შევძელით ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება ინდონეზე, რომ ვითხოვდი პრაქტიკულად გვაქვს საჰაერო ბატონობა ირანის უმეტეს ნაწილზე. და ამან მოგცა შესაძლებლობა ვეძებოთ ბალისტიკური რაკეტები, ამბობს მაკკენზი ამერიკის ებრაული ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტისთვის. ეს ორი ყოფილი ცენტრალური სარდლობის მეთაურია, რომლებიც იყენებენ ტერმინს საჰაერო ბატონობა და არა საჰაერო უპირატესობა. ისინი ამბობენ იმას, რასაც ამჟამად აშშ-ის სამხედრო სტრუქტურის უმაღლესი ხელმძღვანელობა არ იტყვის. აქედან ნახავთ, როგორ დაიწყება ცვლილებები ირანისთვის. აშშ-ში გამოიყენებს საჰაერო დაბომბვას, მაგრამ ეს აღარ იქნება იმ მასშტაბის, რაც აქამდე ვნახეთ. ამას საჭიროება აღარ აქვს. ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის უმეტესობა უკვე იერიშის ქვეშ მოხვდა. როგორც მაკკენზი აღნიშნავს, ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვების, შენახვისა და წარმოების ობიექტები ახლა მთავარი სამიზნეებია და ამ ობიექტებზე დარტყმა სწორედ ის ამოცანა არის, თვისაც A10 იდეალურია, რადგან იყენებს დისტანციურ საბრძოლო მასალას. A10-ები გაეგზავნება ირანის რაკეტების ობიექტებთან ახლოს, უსაფრთხო საჰაერო ზონებში, სადაც ისინი გაათავისუფლებენ თავიანთ საბრძოლო ტვირთს და შემდეგ დაბრუნდებიან ბაზაზე. ისინი, ვინც ირანის მატერიკზე არ დაფრინავენ, თავიანთ დროს გაატარებენ ჰორმუზის სრუტეში, სწრაფინავების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე იმ აპაჩის ვერტმფრენებთან ერთად, რომლებიც ჰეგზეთმა ახსენა. The Wall Street Journal-ი ამბობს, რომ ეს ორი პლატფორმა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად მათ დაიწყეს ბრძოლა ჰორმუზის სრუტისთვის. აშშ-ს სავარაუდოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება, რათა ჰორმუზის სრუტე გაათავისუფლოს ირანის მიერ განთავსებული ანტიგემის სარაკეტო პოზიციებისგან, სწრაფინავებისა და სხვა სამხედრო რესურსებისგან. A10-ები და აპაჩები მოქმედებენ სრუტის სამხრეთ ფლანგებზე, ამბობს გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი დენ კეინი. ამერიკის მოკავშირეებიც აპაჩებს იყენებენ კამიკაძე დრონებთან გასამკლავებლად, ამტკიცებს კეინი. ამ ორ თვითმფრინავს თუ დაუმატებთ გამანადგურებლებს, რომლებსაც აშშ ჰორმუზის სრუტეში კი განალაგებს, მივიღებთ ძლიერ ცეცხლის ძალას, რაც ირანისთვის ჰორმუზის ბლოკადის განხორციელებას ბევრად უფრო სახიფათოს ხდის. უფრო სახიფათო დიახ, მაგრამ შეუძლებელი არაა. სრუტე კვლავაც ძლიერად არის ბლოკირებული და მხოლოდ რამდენიმე სავაჭრო გემი ახერხებს მის გავლას. პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს გაუხანგრძლივია ვადა სრუტის სრულად გახსნისთვის 6 აპრილამდე. ასე რომ მომავალ კვირაში სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი A10-ისა და აპაჩის იერიში იქნება, რათა ირანს შეახსენონ, რამდენი საბრძოლო ძალა მოაქვს აშშ-ის სრუტეში. თავარი კითხვა ისაა, დათმობს თუ არა ირანი ტრამპის მოთხოვნას. თუ ასე მოხდება, A10-ებმა და აპაჩებმა თავიანთი საქმე გააკეთეს და ირანის პოზიცია ჰორმუზის სრუტეში იმდენად შეასუსტეს, რომ რეჟიმს აღარ დარჩება სხვა არჩევანი. ირანი მალავდა რაღაც იმდენად საშიშს, რომ აშშ-ს აუცილებლად უნდა დაეპატრონა მასზე. ეს ყალაც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა და მისი დარჩენა დაუშვებელია. გამდიდრებული ურანი ამჟამად ირანის მიწისქვეშა ბუნკერებშია შენახული და ეს უზარმაზარი საფრთხე შეიძლება ბირთვული განადგურების გზად იქცეს. აშშ-ს მზადაა ყველაფერი ერთ მისიაზე გარისკოს ირანში, რაც შეიძლება ახლო აღმოსავლეთი გადაარჩინოს. ამის შესახებ წერს Wall Street Journal-ი, რომლის ცნობითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად განიხილავს ვარიანტებს ირანში სახმელეთო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც ქვეყნის გამდიდრებული ურანის ამობული, ურანის ამოღებაა. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ირანში თითქმის 1000 ფუნტი ასეთი ურანია.
და მისი ქვეყანაში დატოვება თეირანის სულ უფრო სასოწარკვეთილ რეჟიმს აძლევს მეორე ვარიანტს. კიდევ უფრო გაამდიდროს ურანი ინდონენდე, რომ შეძლოს ბომბების შექმნა, რომლებიც მთელ ახლო აღმოსავლეთში მოსახლეობის მსხვილ ცენტრებს გაანადგურებს. ტრამპს არ უნდა ჯარისკაცების გაგზავნა ადგილზე. ის ზეწოლას ახდენს თავის მრჩევლებზე, რომ ირანის თანხმობა ბირთვული მასალების ჩაბარებაზე გახდეს ოპერაცია ეპიკური რისხის დასწრასრულების ერთ-ერთი მთავარი პირობა, იტყობინება Wall Street Journal. ამას გარკვეული ელემენტები აქვს 15 პუნქტიან გეგმაში, რომელიც მედიაში ვრცელდება. თუმცა გაურკვეველია, რამდენად ზუსტად ასახავს ეს გეგმა იმას, რაც აშშ-ს რეალურად სურს ირანისგან. თეთრი სახლის პრეზიდენტივანმა კაროლინ ლევიტმა უკვე გააფრთხილა ჟურნალისტები, რომ არ დაიჯერონ ყველაფერი, რასაც ამ გეგმაში ხედავენ. თუმცა ინდეპენდენტი იუწყება, რომ ანონიმურმა წყარომ განაცხადა, გეგმა მართლაც გადაეცა ირანს პაკისტანის მეშვეობით. ირანი ამას უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ აშერიშკოროს საკუთარ თავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. მაგრამ ინდეპენდენტის ინფორმაციით, ეს 15 პუნქტიანი გეგმა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გეგმა, რომელსაც აშშ წარადგენს ცეცხლის შეცვათის მოლაპარაკებების ფარგლებში, უნდა შეიცავდეს პირობებს, რომლებიც ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს. ტრამპის მოთხოვნები ნათელია. ირანის ბირთვული ობიექტების დახურვა, მიწისქვეშა ბუნკერების რეგულარული ინსპექციებისთვის გახსნა და რაც ყველაზე მთავარია, ურანის გამდიდრების შეწყვეტა, რათა ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის მიღების ზღვარზე დადგომა ისე, რომ წითელი ხაზი არ გადაკვეთოს. დონალდ ტრამპმა ამ პუნქტებს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს, მათ შორის ჟურნალისტებთან საუბრისას, რომელიც 30 მარტს Air Force One-ზე გაიმართა. ისინი უარს იტყვიან ბირთვულ იარაღზე. ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რაც ჩვენ გვინდა, განაცხადა ტრამპმა. შემდეგ კი მუქარაც დაამატა. მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, ქვეყანაც კი აღარ ექნებათ. ეს ტრამპის უბრალო მუქარა არ არის. ეს ირანისთვის გაფრთხილებაა, რომ აშშ-ში ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში დარჩება, მანამ სანამ ბირთვულ შეთანხმებას არ მიიღებს, რომელსაც ასე ეძებს, ერთი გზით თუ მეორეთი. თუ ირანი გამდიდრებულ ურანს არ დათმობს, აშშ-ში მზად არის ძალით წაიღოს იგი და ამისთვის საჭირო პერსონალიც ყავს. ლევიტმა განმარტა, რომ ტრამპს ეძლევა ცდომა ყველა შესაძლო ვარიანტზე, როგორც მან განცხადებაში აღნიშნა. პენტაგონის საქმეა მოამზადოს ყველაფერი ისე, რომ მთავარსარდალს მაქსიმალური არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. რაც შეეხება პენტაგონს და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას, ორივე უარს ამბობს განცხადებების გაკეთებაზე. ისინი ძალიან ჩუმად არიან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ირანისთვის რაღაც მნიშვნელოვანი მზადდება. აქედან ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანის რეჟიმისთვის სასიკვდილოდ, სერიოზულით სრულიად გამანადგურებელ ფაზაში გადადის. ამერიკული სახმელეთო ოპერაციის წარმატება ირანის ტერიტორიაზე რეჟიმს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს წაართმევს, რომელსაც ის ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკაში ძალადობისთვის იყენებს. მალე აგიხსნით, როგორი შეიძლება იყოს ეს ოპერაცია, მაგრამ პირველი რეალური კითხვა ისაა, რამდენად რეალური გახდა ირანის ბირთვული საფრთხე. ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია გამდიდრებულ ურანზე, რომლის ხელში ჩაგდება აშშ-ს სურს. იარაღის კონტროლისა და გავრცელებლობის ცენტრის 15 მარტის სტატიის მიხედვით, ირანს აქვს 440.9 კილოგრამი, ანუ დაახლოებით 972 ფუნტი ურანი, რომელიც გამდიდრებულია 60%-მდე U-235-ით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან U-235 არის ის ფიშური ურანის იზოტოპი, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას შესაძლებელს ხდის. იმისთვის, რომ ირანის 962 ფუნტი ურანი გახდეს იარაღის ხარისხის, ანუ ისეთი, რომლითაც ბირთვული კობინი შეიძლება აშენდეს, ის უნდა გამდიდრდეს 90%-მდე U-235-ით. ეს პირდაპირ გვეუბნება, რომ ირანი ჯერ მზად არ არის ბირთვული იარაღის ასაშენებლად. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ჯერ კიდევ შორსაა, რადგან ირანს კიდევ მინიმუმ 30% U-235 სჭირდება იმ გამდიდრების დონემდე მისასვლელად, რომლის მიღწევაც აშშ-სა და ისრაელს სურთ, რომ არ დაუშვა. მაგრამ სწორედ აქ ჩნდება ნამდვილი პრობლემა. აშშ-ს 60%-იანი გამდიდრება არ აშფოთებს. საქმე იმაშია, რომ ირანმა უკვე დაასრულა იმ სამუშაოს უმეტესი ნაწილი, რაც საჭიროა, რათა თავისი გამდიდრებული ურანი იარაღისთვის გამოსადეგ დონემდე აიყვანოს. იარაღის კონტროლისა და გავრცელებლობის ცენტრი კი ამას პროცენტულადაც აფასებს და ამბობს, რომ ირანი უკვე 99%-ით არის მიზანთან ახლოს. დასამტკიცებლად ის სეპარაციული სამუშაოს ცნებას შემოაქვს, რაც არსებითად განტოლებაა. აიღეთ ირანის მიერ გამოყენებული ცენტრიფუგების რაოდენობა, რომლებიც გამდიდრების პროცესში გამოიყენება, და ამატეთ დრო, რომლის განმავლობაშიც ისინი მუშაობენ, და ან ცენტრიფუგების სეპარაციული სიმძლავრე, და მიიღებთ წარმოდგენას ირანის მზადყოფნის შესახებ. სეპარაციული სამუშაოს ერთეულების, ანუ SWU-ს გამოყენებით, რომელიც გამოიყენება გამდიდრების პროცესში, შესრულებული სეპარაციული სამუშაოს რაოდენობის აღსანიშნავად, ირანმა უკვე დაასრულა 54,540 SWU. რამდენი SWU არის საჭირო 60%-იანი გამდიდრებიდან 90%-იანამდე მისასვლელად. 564, რაც ირანის მიერ უკვე შესრულებული სამუშაოს მხოლოდ 1%-ზე ოდნავ მეტია. ასე რომ ირანი ბირთვული იარაღამდე ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე შეიძლება გეგონოთ, თუ მხოლოდ გამდიდრების პროცენტებს შეხედავთ. ირან მოჩმა 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვული შესაძლებლობების გამოკვლევაში შესაძლო ვადებიც კი წარმოადგინა.
დროის მასშტაბები აწუხებს ტრამპს და პენტაგონს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბების გამოყენებამაც კი ვერ შეძლო ცენტრიფუგების გაჩერება. თუ ვივარაუდებთ, რომ ირანის IR-1 ცენტრიფუგები იმუშავებენ იმავე სინძლავრით, როგორც ადრე, და თუნდაც ირანის სხვა ცენტრიფუგები იმუშავებენ მაქსიმალურ სინძლავრეზე ნაკლებად, ირანისთვის ბირთვული იარაღის მისაღებად საჭირო დრო საოცრად მოკლეა. გამოცემის თქმით, ირანს დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება იმდენი ურანის გასამდიდრებლად, რომ შეძლოს 5-დან 8 მცირე ბირთვული იული იარაღის შექმნა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ირანი გამოიყენებს თავისი 60%-ით გამდიდრებული ურანის დაახლოებით ნახევარს, რაც მიუთითებს, რომ მას შეუძლია ეს მარაგი დაახლოებით 1 თვეში გაორმაგოს. რაც შეეხება საჭირო SWU-ებს, ირან watch-ის თქმით, მათი რაოდენობა დაახლოებით 480-დან 778-მდეა. ეს ზუსტად ემთხვევა იმ წინა შეფასებას, რომელიც გაგზიარეთ, და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ირანი ბევრად უფრო ახლოსაა ბირთვული იარაღთან, ვიდრე ბევრ სურს დაიჯეროს. თუმცა ამჯერად გარკვეული შენიშვნები არსებობს. ირანს სჭირდება, რომ მისი ცენტრიფუგები ხელმისაწვდომი და მუშა მდგომარეობაში იყოს, რაც სულაც არ არის გარანტირებული. ადრე ნახსენები ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები სპეციალურად ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებს ესროლეს და ჩვენ ჯერ კიდევ ნამდვილად არ ვიცით, რა გადარჩა და რა არა. ასევე არიან მეცნიერების წრეებში ადამიანები, რომლებიც ეჭქვეშ აყენებენ, რამდენად ახლოსაა ირანის საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნასთან. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ჯეფრი ლუისია, ჯეიმს მარტინის ბირთვული გაუხსენებლობის კვლევითი ცენტრიდან. როგორც 11 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალ Scientific American-ში წერია, ლუისის თქმით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოსაა. იგივე ლუისი აღნიშნავს, რომ აშშ-მ უკვე განაცხადა, თითქოს ირანის მთავარი გამდიდრების შესაძლებლობები სრულად და მთლიანად გაანადგურა ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს, რომელიც 2025 წლის ზაფხულში დაიწყო. ასევე არსებობს კითხვა, თუ რამდენი ექსპერტიზა დარჩა ირანში, რაც რეჟიმს ბირთვული ბომბის შექმნაში დაეხმარება. თუმცა გამდიდრებული ურანი კვლავ რჩება. და სანამ ეს ურანი ირანის ხელშია, ეს პრობლემა დონალდ ტრამპისთვის და მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის რჩება. ბირთვული განადგურება შეიძლება რამდენიმე სპარსეთის ურის ქვეყანას, რომლებიც აშერის შორს მოკავშირეები არიან კართან დაუდგეს, თუ ირანი შეძლებს თავისი თითქოს განადგურებული გამდიდრების ობიექტების აღდგენას. ამიტომ აშშ-თვის ყველაზე მარტივი ნაბიჯი ჩანს ის, რომ 60%-ით გამდიდრებული ურანი წაართვას ირანს, რათა ირანს აღარ კონდეს მისი შემდგომი გამდიდრების შესაძლებლობა. აქ ვხედავთ, როგორ გადადის ოპერაცია ეპიკური რისხვა საჰაერო კამპანიებიდან სახმელეთო მისიებზე. მაგრამ სანამ უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, როგორი შეიძლება იყოს ეს მისიები, სწრაფად შეგახსენეთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს, ასე რომ გამოიწერეთ არხი, რათა ყოველთვის წინ იყოთ მოვლენების განვითარებაზე. თუ აშშ-ს სახმელეთო ოპერაციის დაწყება სურს, პირველი გამოწვევა, რომელსაც იგი წააწყდება, ირანის გამდიდრებული ურანის პოვნაა. როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ კარგად იციან, სად განათავსა ირანმა ეს მასალა. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის თქმით, ყველაზე სავარაუდო ობიექტებია ისფაჰანი და ნათანსი. ორივე მათგანი ის ადგილებია, რომელსაც აშშ-მ ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს თავისი მასიური ბუნკერსამსხვევი ბომბდამშენებით დაარტყა. გროსის თქმით, ირანის გამდიდრებული ურანი სავარაუდოდ მიწისქვეშა გვირაბში ინახება პირველ ობიექტზე, ხოლო მეორე ობიექტში დამატებითი მარაგია შენახული. ორივე ობიექტში გავრცელებული ინფორმაციით, ირანს აქვს ცენტრიფუგები, რომლითაც შეუძლია ეს ურანი კიდევ უფრო გაამდიდროს და მიაღწიოს ბირთვული ბომბისთვის საჭირო 90%-იან U-235-ს. ატომური მეცნიერების ბიულეტენი, როგორც ჩანს, ეთანხმება ამ შეფასებას 29 მარტის სტატიაში, სადაც ისფაჰანის ბირთვული ობიექტის სატელიტურ სურათებზეა საუბარი. ამ ფოტოებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა დიდი სატვირთო მანქანა, რომელიც კონტეინერებით იყო სავსე. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია დავინახოთ რა არის კონტეინერებში, გამოსახულების გადაღების დრო და ტვირთის ტიპი ირიბ მტკიცებულებად ითვლება იმისა, რომ ირანმა გამდიდრებული ურანი ისფაჰანში გადაიტანა. რამდენი გაურკვეველია. ბიულეტენი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს მთელი ტვირთი, რაც ნიშნავს, რომ ნატანში არსებული მარაგი აღარ არსებობს. ეს თავისთავად ქმნის გამოწვევას აშშ-ისთვის, რადგან დადასტურების არარსებობა ნიშნავს, რომ მას მაინც მოუწევს სახმელეთო ოპერაციების მომზადება ორ ობიექტზე, თუნდაც მხოლოდ ერთში ინახებოდეს ირანის ურანი. ისფაჰანში მდებარე მიწისქვეშა გვირაბების კომპლექსი ასევე ნაწილობრივ კვლავ ფუნქციონირებს. როგორც გროსიმ აღნიშნა, ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩი ვერ შეძლო ამ გვირაბების განადგურება, ხოლო ამ გვირაბების ქსელის პოტენციური სირთულე კიდევ ერთ გამოწვევას უქმნის აშშ-ს ოპერატორებს ადგილზე. საკითხი მხოლოდ გვირაბებში შესვლაში არ არის. საუბარია ამ გვირაბებში გადაადგილებაზე, რომლებიც შეიძლება დაცული იყოს ჯარისკაცებითა და მახეებით, რათა გაირკვეს, სად ინახება ირანის ურანი. ამ დროისთვის ეს გვიჩვენებს, რომ პენტაგონისა და დონალდ ტრამპის მიერ განსახილველი ნებისმიერი ოპერაცია სტანდარტული ქვეითებით ვერ შესრულდება. სპეცრაზმი აუცილებელია ისეთი რთული მისიისთვის, როგორიცაა ირანის გამდიდრებული ურანის მიწისქვეშა გვირაბებიდან ამოღება. და ეს ოპერაცია შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს იმ ზიანის გამო, რაც წარსულში მიადგა ამ ქსელებს.
სანამ აშშ-ში საერთოდ განიხილავს ადგილზე ძალების შეყვანას, საჭიროა შეძლოს გვირაბებში შესასვლელი შესაბამისი ადგილების იდენტიფიცირება და გაითვალისწინოს ის შესაძლებლობა, რომ ირანს ეს შესასვლელები დაცული აქვს და შეიძლება შეეცადოს მათი ჩამონგრევა, როგორც კი ამერიკული ძალები მივლენ. ასე რომ მხოლოდ სპეციალური დანაყოფი. ამ ყველა სირთულის დასაძლევად აშშ-ს დასჭირდება ისტორიაში ყველაზე დიდი სპეციალური დანაყოფის შეკრება. ამის შესახებ წერს ისრაელის ტაიმსი, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ს შეიძლება მხოლოდ ისფაჰანში 1000-ზე მეტი სამხედრო პერსონალი დასჭირდეს. გამოცემის თქმით, ამ სამხედრო მოსამსახურეებს დაევალებათ ობიექტის დაკავება, ირანის ურანის ამოღება და ისფაჰანის შენარჩუნება საჭირო დროის განმავლობაში, მაშინ როცა მათ შესაძლოა ირანიდან რაკეტებისა და დრონების ცეცხლი შეხვდეთ. გავრცელებული ინფორმაციით, ირანს ასევე აქვს დაახლოებით 200 კილოგრამი, ანუ დაახლოებით 440 ფუნტი ურანი, რომელიც გამდიდრებულია 20%-მდე U-235-ის შემცველობით. თუ აშშ-ში გადაწყვეტს, რომ ეს ურანიც უნდა ამოიღოს, ოპერაციას მეტი დრო დასჭირდება გაზრდილი ტვირთის გამო. ამ ოპერაციის წარმატების უმეტესობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გაიგებს აშშ-ში მანამდე, სანამ ადგილზე ჯარს შეიყვანს. აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რამდენი გამდიდრებული ურანი აქვს ირანს და სად ინახება ეს ურანი ყველაზე დიდი ალბათობით. ისრაელის ტაიმსის მიხედვით, აშშ ასევე მიიჩნევს, რომ იპოვა ვიწრო შესასვლელი წერტილი ისფაჰანში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამდიდრებული ურანის ამოღება. საკითხავია, იცის თუ არა ირანმა სად არის ეს კონკრეტული შესასვლელი წერტილი, რადგან ამ ცოდნის ფლობა ირანს საშუალებას აძლევს დანაღმოს ეს ადგილი. მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აშშ-ს იცის, ან მაინც ჯერა რომ იცის, არის ის, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ასეთი ოპერაცია. თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს, რომ დროა ყველაფერი რისკზე დააყენოს, ეს შევა ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სპეციალური ოპერაცია და სავარაუდოდ ასე გამოიყურებოდა ეს. ირანის ურანის დასაკავებლად ნებისმიერი ნაბიჯი უნდა დაიწყოს სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერატორების შესაბამის ობიექტზე ჩაფრენით. აქ ვივარაუდებთ ისფაჰანს, რადგან ეს როგორც ჩანს, ირანის ურანის ყველაზე სავარაუდო მდებარეობაა. ისფაჰანი რამდენიმე ასეული მილი შიგნით მდებარეობს, ამიტომ ამფიბიური დესანტირება გამორიცხულია. ეს უნდა იყოს საჰაერო დესანტირება და ამერიკულ ძალებს აუცილებლად შეხვდებიან საზენიტო რაკეტებით, რომლებიც შესაძლოა გაუშვან როგორც პორტატული კომპლექსებიდან, ასევე დრონებიდან, სანამ ისინი ჰაერში იქნებიან. აშშ-ს შეუძლია წინასწარ განახორციელოს საჰაერო დარტყმები ისფაჰანზე, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება ეს დარტყმები მხარზე სატარებელი საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება დამალული იყოს რთულ გვირაბებში, ჯერ კიდევ გასარკვევია. თუმცა ეს საჰაერო დაბომბვა სავარაუდოდ მაინც მოხდება. აშშ-ს საზღვაო კრეიტა და თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ყოფილი ოპერაციების სპეციალისტი ჯეიმს ჰაკეტი ასევე ვარაუდობს, რომ ეს დაბომბვა შეიძლება იყოს ის შემთხვევა, სადაც 82 საჰაერო სადესანტო დივიზია და 2 საზღვაო ექსპედიციური დანაყოფი, რომლებიც სპარსეთის ყურეში მიემართებიან, საქმეში ჩაერთვებიან. ისინი განთავსდებიან ისფაჰანის გარშემო ტერიტორიის შესარბილებლად, ამბობს ჰაკეტი, რათა სახმელეთო ჯარებმა შეძლონ დაუბრკოლებლად და სავარაუდოდ სიბნელის საფარში შესვლა. ირანს ეკნება მინიშნება მოსალოდნელზე ამ ავიადათქმის გამო, თუმცა აშშ-ს შეიძლება გაუმართლოს იმით, რომ რეჟიმმა იფიქროს ეს თავდასხმა უბრალოდ მორიგია იმ ოპერაციაში, რომლის ფარგლებშიც აშშ-მ ირანში 10,000 სამიზნე დაარღვთა ჰაერიდან. კიდევ ერთი დარტყმა შეიძლება სათანადოდ არც აღიქვან, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიც ისფაჰანია. როდესაც თავდაცვა შესუსტებულია და საჰაერო თავდაცვა და დრონები განეიტრალებულია, აშშ-ს სპეციალური ძალები დაეშვებიან. ამ საბრძოლო ნაწილებს დაუყოვნებლივ მოუწევთ პერიმეტრის დაცვა, რაც ასევე შეიძლება დაევალოთ აშშ-ს საზღვაო ქვეითებს და 82 საჰაერო დესანტის პარაშუტისტებს, სანამ სპეციალური ძალები ისფაჰანში შეაღწევენ. ინჟინრებიც ადგილზე უნდა მიიყვანონ გათხრის ტექნიკასთან ერთად. ამ ინჟინრებს ასევე დაევალებათ ნაღმებისა და მახეების აღმოჩენა. გასასვლელად სუფთა გზა საჭიროა, ამიტომ ეს ინჟინრები შეიძლება სპეციალური დანაყოფების წინ შევიდნენ და შემდეგ მათთან ერთად იმუშაონ ისფაჰანის გვირაბებში შეღწევისთვის. შემდეგ კი იწყება თვითონ ევაკუაცია. Wall Street Journal-ის შეფასებით, იქნება დაახლოებით 40-დან 50-მდე სპეციალური ცილინდრი, რომელშიც ირანის გამდიდრებული ურანი იქნება მოთავსებული და ყველა მათგანი წყალქვეშა სუნთქვის ბალონებს დაემსგავსება. ამ ცილინდრების ამოსაცნობად საჭირო იქნება ამერიკის სპეციალური ძალები, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია სპეციალური ოპერაციების ჯგუფი, რომელიც სპეციალურად რადიოაქტიური მასალების გასატანად არის შექმნილი. ალარიებით შესაძლებელია, ამიტომ ცილინდრები უნდა მოთავსდეს დამცავ სატრანსპორტო კონტეინერებში, რათა თავიდან იქნას აცილებული გაჟონვა ან სხვა, უფრო საშიში აფეთქებები. ეს ეხება ურანის ისფაჰანის გვირაბებიდან გამოტანას. მაგრამ შემდეგ ურანი თავად ისფაჰანიდანაც უნდა გაიტანონ. საჭირო იქნება აეროდრომი, ასევე ამერიკული თავდაცვა, რათა დაიცვას დრონებისა და რაკეტებისგან, რომლებსაც ირანი აუცილებლად გაუშვებს ისფაჰანიდან გამსვლელი თვითმფრინავების წინააღმდეგ. კარგი ამბავი ამერიკისთვის ის არის, რომ შაჰიდ-ვატანპურის ავიაბაზა საკმაოდ ახლოს მდებარეობს ისფაჰანის ბირთვულ ობიექტთან. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ეს ბაზაც უნდა დაიკავოს და დაცული იყოს და ამერიკას მოუწევს ამოღებული ურანის გადატანა ამ ბაზაზე, რათა ირანიდან გაიტანოს. სხვა ვარიანტი იქნებოდა დროებითი აეროდრომის შექმნა თავად ისფაჰანის ბირთვულ ობიექტზე.
ორივე ვარიანტი ოპერაციას მეტ დროს სჭირდება, თუმცა რომელი აერჩიოს აშშ-შომ, ალბათ დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად არის დაცული შაჰიდ ვატანპურის ბაზა. კიდევ ერთხელ, აშშ-ს მიერ ირანისკენ გაგზავნილი საზღვაო ქვეითებისა და პარაშუტისტების დების დაბომბვის ოპერაციებმა შეიძლება შეასუსტოს ეს ბაზა. სახმელეთო შეჭრაც ნაკლებად რთული იქნებოდა განსახორციელებლად, რადგან აშშ-ს მოუწევდა ბაზის გაკონტროლება ისე, რომ არაფრის გამოყვანაზე არ ედარდოს. ერთი რამ ცხადია, ეს არ არის სწრაფად შესვლის და შემდეგ ისევ გამოსვლის ოპერაცია. ასებული მდგომარეობა ირანის ხელთ არსებული ურანის რაოდენობასთან და ამ კონფისკებული ურანის ჰაერში გადატანის სირთულეებთან ერთად ნიშნავს, რომ ეს ოპერაცია შეიძლება კვირები გაგრძელდეს და არა დღეები. ეს ოპერაცია ეპიკური რისხვა გაცილებით მეტ დროს წაიღებს, ვიდრე დონალდ ტრამპს თავდაპირველად წარმოედგინა. 4-დან 6 კვირამდე, როგორც Wall Street Journal იუწყება და ტრამპმა უკვე გამოხატა, რომ არ სურს ეს ოპერაცია გახდეს გაჭიანურებული ომი. თუმცა აშშ-ს აქვს ყველაფერი საჭირო, რომ ეს განახორციელოს. CBS News იუწყება, რომ აშშ-ს სპეციალური ოპერაციების კომანდოსები 10 წლეულებია სწორედ ასეთი ოპერაციებისთვის ემზადებიან და აშშ-მ სპეციალურად ამ წვრთნებისთვის შექმნა სასწავლო ობიექტები, რომლებიც ისფაჰანის გვირაბებსა და მსგავს ადგილებს იმეორებს. რაც შეეხება იმას, თუ რა მოუვა ირანის ურანს მას შემდეგ, რაც ის ამოიღებენ, აშშ-ს შეუძლია ის ჰაერით გადაიტანოს გემებზე არაბეთის ზღვაში, რითაც ირანის ბალისტიკური რაკეტების მოქმედების არედან გაიტანს მას. ქუვეითში და აღმოსავლეთ ერაყში არსებული ბაზებიც დროებითი ვარიანტებია, თუმცა ესენი სტატიკური ადგილებია. მოკლე მანძილი ნაწილობრივ კომპენსირდება იმით, რომ ამ ბაზებზე უფრო ადვილია რაკეტებითა და დრონებით შეტევა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ აშშ-ს ესაჭიროება საჰაერო უპირატესობა ისფაჰანის რეგიონში, რაც მის საჰაერო ხომალდებს შესვლისა და გამოსვლის საშუალებას მისცემს და ასევე მოუწევს ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსება, რომლებიც დრონებსა და რაკეტებს გაუმკლავდება. ასე რომ, ეს ოპერაცია სულაც არ არის მარტივი. სპეცდანიშნულების ძალების ოპერაციები არასდროს არის მარტივი. თუ აშშ-ში ამას შეძლებს, ეს იქნება ყველაზე შთამბეჭდავი სპეციალური მისია, რაც 10 წლეულების განმავლობის განმავლობაში გვინახავს, მაგრამ ეს შეიძლება აუცილებელი იყოს. აშშ-ს სურს, რომ ირანმა უარი თქვას გამდიდრებულ ურანზე. თუ ეს არ მოხდება, ირანს შეუძლია შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს ბირთვული განადგურების საფრთხე შეუქმნას. ეს აშშ-ისთვის მიუღებელია და ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად მზად არის გზზე წავიდეს, რათა ირანის რეჟიმს ბირთვული იარაღის შესაძლებლობა წაართვას. თუმცა შესაძლოა აშშ-ს სხვა გეგმები ჰქონდეს იმ საზღვაო ქვეითებისა და პარაშუტისტებისთვის, რომლებიც ირანში გაგზავნა. ქარგის კუნძული კიდევ ერთი სამიზნეა, რადგან ირანის მთავარი ნავთობის ჰაბის მოცილება მას ეკონომიკურად პარალიზებას მოახდენს. როგორი იქნებოდა სახმელეთო ოპერაცია იმ კუნძულზე? ამას და ქარგის კუნძულის აღების მნიშვნელობას ჰორმუზის სრუტის სიტუაციისთვის ჩვენს ვიდეოში განვიხილავთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ ნახოთ ჩვენი ანალიზი იმაზე, თუ რა ნაბიჯებს შეიძლება გადადგას აშშ-მ ოპერაცია Epic Fury-ში. და როგორც ყოველთვის, მადლობას გეხდით ყურებისთვის.